პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. თანაგზნობას უცხადებთ რუსთავიორს დღეს გამთენიისას დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყანაში განვითარებული პროცესების კვალდაკვალ პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური კვირა, რომელსაც ტრადიციულად მე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წარმოგიდგენ. სამშაბათს მთელ საქართველოში სინანულის დღე გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დღევანდელ ქადაგებაში სინანულისა და შენდობისკენ მოუწოდებს სრულიად საქართველოს. სამშაბათს 18 საათზე მთელ საქართველოში იქნება სინანული, ჩვენი ცოდვებისთვის და წაკითხული იქნება შენდობის ლოცვა. ყველგან, ყველა ეპარქიაში, ყველა ტაძარში ხალხი მონანიებისთვის უნდა მივიდეს და სამღვდელოებამ შენდობა უნდა მისცეს. მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, რომ მივიდნენ ტაძარში და ყველამ ერთად უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები. ვინც უფრო მეტად სულიერია, იმან უნდა დაუთმოს სხვას, განაცხადა ილია მეორემ. არის თუ არა დათმობის რაიმე შანსი ერთი ან მეორე მხრიდან? მოდით გავარკვიოთ ეს დღეს პირდაპირ ეთერში იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ დაპირისპირებაში სხვადასხვა მხარეს დგანან. თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება, სადამდე გაგრძელდება ჯერ არავინ იცის. ოპოზიცია პირობას დებს, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება სააკაშვილის გადადგომამდე, რომ ესაა გადამწყვეტი ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ. შეიძლება თუ არა პატრიარქის მოწოდებამ და სამშაბათის სინანულისა და შენდობის დღეს გამოცხადებამ დაპირისპირებულები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, გაურკვეველი ფინალის, მძიმე ემოციების და ცხელი პოლიტიკური კვირის ბოლოს დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. თავისუფლების მოედნიდან დამთავრებული ამ ადგილამდე ვიწყებთ რუსთაველის გამზირზე საკნების ქალაქის მშენებლობას. საკნების ქალაქი 9 აპრილიდან ზუსტად მე-18 დღეს. მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს, იმიტომ რომ შიშველია უკვე თავიდან ბოლომდე. ყველანი ვხედავთ, მისი წყვილი გაშიფრულია. გავცემთ საკადრის პასუხს ყველას, ვინც ხელს აიღებს დემონსტრანტებზე. პოლიტიკური ჩიხი და მთავარი კითხვა, რომელსაც ჯერჯერობით პასუხს ვერ ამისცემს, რა იქნება ფინალში. ჩემი შემდგომი გამოსვლა იქნება სააკაშვილის დაპატიმრებით და პურით გამოთრევით საკუთარი კაბინეტიდან. ჩვენ ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველაზე პატარა პოლიტიკურ ჯგუფთანაც კი, ყველაზე რადიკალურთანაც კი, ყველაზე მიუღებელი ლოზუნგებით რომელიც გამოდის, იმათანაც კი. რა განწყობაზეა ოპოზიცია და რა განწყობაზე ხელისუფლება, რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რა ხელისუფლებას. შეიძლება თუ არა კატეგორიული განცხადებების მიუხედავად დიალოგი მაინც შედგეს. მოусმინეთ დღეს პირველი არხის პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რესპუბლიკელების ლიდერს დავით უსუფაშვილს და ხალხის პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს, ვირაში ხედავს გამოსავალს. პირდაპირ ეთერში მოისმინეთ მთავარი პოლიტიკური გზავნილები მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეებისთვის, როგორ დასრულდება ბრძოლა, რომლის ერთადერთი შედეგი ქუჩაში გამოსული ოპოზიციის განცხადებით სააკაშვილის წასვლა უნდა იყოს საკნების ქალაქი პოლიტიკურ კვირაში. მაშასი არის თუ არა შანსი პატრიარქის დღევანდელი განცხადების შემდეგ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ? არის თუ არა საერთოდ რაიმეს დათმობის შანსი? სადამდე წარმოუდგენიათ ქვეყანაში პროცესების განვითარება ჩვენს პოლიტიკოსებს, რას ნიშნავდა კადრები, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გია კორკოტაშვილის და ბიძინა გეგიძის მონაწილეობით? არის თუ არა საფრთხე პოლიტიკური პროცესი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდეს ოპოზიციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და ამან უფრო მასშტაბური
ნებისმიერი სახე მიიღოს, ან რას ნიშნავს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია ქუჩაშია გამოსული და თბილისი ლამის საკნების ქალაქადაა გადაქცეული, თურქული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც არადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკუთარი თვითმფრინავით და ესკორტით დასასვენებლად ბოდრუმში ჩადის, ანგნებავთ სწორედ ამ დაძაბულ დღეებში სავახშმოდ კაფეში მიდის, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც ლამის ხელჩართულ ომში გადასული დაპირისპირება პატრულსა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის მარჯანიშვილთან 3 დღის წინ მთელმა საქართველომ იხილა. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ან რა შეიძლება მოხდეს? ყობა დავითაშვილი, დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე შეაფასებენ დღეს ამ ყველაფერს. სტუდიაში კი ვთხოვ გადაცემის პირველ სტუმარს, ხალხის პარტიის ლიდერს ყობა დავითაშვილს. ბატონო ყობა, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ძალიან დაძაბული დღეები აქ, თქო დაბრძანდეთ. მე მინდა აქვე დავყო ჩვენი გადაცემა, ერთგვარი ქრონომეტრაჟი, რომელიც გვაქვს განსაზღვრული, იძლევა იმის საშუალებას, რომ თითოეულ სტუმარს დავუთმოთ 20 წუთი. მე მინდა ყობა დავითაშვილმა ამ 20 წუთის განმავლობაში შეძლებს დაგვარად ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია. პირველ რიგში მინდა თქვენი დღევანდელი შეფასება მოვისმინო საქართველოს პატრიარქის მოწოდება ქადაგებაში, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. იგი სინანულსა და შენდობაზე საუბრობს და შეიძლება თუ არა ამ განცხადებამ, ამ მოწოდებამ, სამშაბათის გამოცხადებამ სინანულის დღეთ ხელისუფლება და ოპოზიცია დასვას დიალოგს ნუ დავარქმევთ, უგნებავთ მოლაპარაკების მაგიდასთან. მოგესალმებით ინგა, მივესალმები ტელემაყურებლებს, მადლობთ გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობთ, რომ მოგწანდეთ. ჩვენთვის პატრიარქის ყოველი სიტყვა ძვირფასია და უდაოდ ყურადსაღები და შესასრულებელი. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, გახსოვს აღდგომის დღესასწაულზე ოპოზიციის ნაწილმა მოისურვა სამების ტაძარში შესვლა, რათა სადღესასწაულო წირვას დასწრებოდა და სააკაშვილის დაცვამ იქ უბრალოდ არ შეუშვა. არ შეგიშვათ? არა. რა გითხრეს, როგორ არ შეუშვა? უსაფრთხოების ღონისძიებების გამო არა მარტო ოპოზიციის, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩა ტაძრის გარეთ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, მე არ მახსოვს ნოემბრის დღეებშიც კი გახსოვთ და შემდეგ ვთქვათ, იყო შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასეთი რამ არ მომხდარა. პარლამენტის წინაც ნახეთ ერთად მდგარი პრეზიდენტი და ოპოზიცია პარტია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტაძარში შესასვლელად მისულ საზოგადოებას კარგით ოპოზიციას თავი დავანებოთ. არა, რატომ უნდა დავანებოთ თავი, რას ნიშნავს თუ კი ასეთი ფაქტი? კარი მიუხურეს და ჩვენ ძალიან გვინდა უწმინდესის ყველა სიტყვა შევასრულოთ, ოღონდ თუ რა თქმა უნდა ტაძრისკენ მიმავალ გზაზე სააკაშვილის ავტომატიანი ჯარისკაცები არ გადაგვეღობებიან. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, შეხვედრას, დიალოგს, ეს მუდმივი თემაა. მე პირველ რიგში მინდა გავარკვიო, ვისთან უნდა ვაწარმოო დიალოგი, იმიტომ რომ სტატუსი გაურკვეველია საკმაოდ სერიოზულ კითხვის ნიშნებით ჩნდება, იმიტომ რომ დიალოგი შეიძლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შეიძლება კანონმორჩილ მოქალაქეებსა და ვთქვათ ტერორისტებს შორის, იმიტომ რომ ხელისუფლების ქცევა ამ ბოლო დროს გაცდა კანონის ფარგლებს. ამხელა აქციები ტარდება, ამხელა მიტინგები ტარდება და მომიტინგეთა ქცევა ჯერ კანონის ფარგლებს არ გასცელია. ეს არის ფაქტი. თუმცა დღევანდელი ფაქტები, ბატონო ყობა, მე ისევ დიალოგის თემას ოდნავ მოგვიანებით განვაგრძობ, მაგრამ ეხლა რადგან თქვენ შეეხეთ დღევანდელი კადრები, რომელიც გავცელდა, იგივე ბიძინა გეგიძის და იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვათ ხელისუფლებამ იქნება ის კადრებიც გაავრცელოთ. როგორ ესვრის ბატონი სანოძე. აი, ეხლა გავა ეს კადრები, როგორ ისვრის ბატონი სანოძე, სხვათა შორის ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, როდესაც მე ვიხილე კადრები, როგორ ისვრის არც მეტი არც ნაკლები, სწორედ ბატონი სანოძე. აი, ეხლა არის ეს კადრები, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ. და იქვე დგას კისტის ტირისტოფიანი კაცი, აი თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი, რომელმაც აი ასე ვთქვათ ესროლა მომიტინგებს. მე ამ კითხვას ბატონო ვამზადებ დავით ბაქრაძესთან დასასმელად, რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამას, როგორ ის მის გვერდზე მდგომ ადამიანმა კინაღამ თვალი გამოთხარა ერთ-ერთ მომიტინგეს, როდესაც კისტის მე არ ვიცი ეს რა ქვია, ბოროტი ხულიგნობა ქვია ამას. თქვენ რა კვალიფიკაციას აძლევთ? თქვენ ხართ იურისტი. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ეს არის ბოროტი ხულიგნობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომელსაც მოყვა ადამიანის დაზიანება. და ეს არის მინიმუმი. კიდევ ერთხელ ვთხოვ რეჟისორს თუ შეიძლება ვიდრე ბატონი ყობა ისაუბრებს გვაჩვენოს ეს. მე უბრალოდ მაინტერესებს ვისთან მაქვს საქმე, იმიტომ რომ თუ ტერორისტებთან მაქვს საქმე, მაშინ ტერორისტებთან სხვადასხვა მიდგომა არსებობს, ხომ? არის მსოფლიოში გავრცელებული აზრი, რომ ტერორისტებთან, რომლებიც ისვრიან, მოლაპარაკება არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ მოელაპარაკები, მათ გაუჩნდებათ განცდა, რომ კიდევ უნდა ჩაიდინონ რაიმე ტერორისტული, რომ კიდევ ეს მოლაპარაკება გაგრძელდეს და
თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან აქვს საქმე და ხელისუფლების, მაშინ ჯერ მოიქცნენ როგორც ხელისუფლება. კარგით. ეს გასაგებია, მაგრამ მე მინდა შევეხო დღევანდელ ფაქტს ერთი ინფორმაცია მე მინდა მაყურებლისთვის უბრალოდ, ვიდრე ეთერში შემოვიდოდი, მე სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ბატონმა ბიძინა გეგიძემ გამომიგზავნა დისკზე გადაწერილი კადრები, სადაც მისი განცხადები დაფიქსირებული არიანო ის ადამიანები, იგივე მანქანით ავლაბრის მოედანზე, როცა იყო მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, ვისთანაც გუშინ მოხდა ეს ინციდენტი. მე სამწუხაროდ აქვე ვაფიქსირებ, ეს იყო ძალიან გვიანი თითქმის ეთერში შემოსვლის წინ და ვთქვათ ამას ჭირდებოდა დიდი დრო გადაფორმატებას, მაგრამ თუ არსებობს ასეთი კადრები, ეს ნებისმიერ შემთხვევაში გავრცელდება, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ჩვენ ვნახეთ ბატონო კობა დაპირისპირება ერთსა და მეორე მხარეს შორის. თუ გაინტერესებთ როგორ მოხდა, მოგიყვებით, არ არის ეს საიდუმლო და ჩვენ მზად ვართ საჯარო და გამჭვირვალედ განვიხილოთ ყველა პრობლემა. მოვიდა ადამიანების ჯგუფი, შემოიჭრნენ, ასე ვთქვათ, ავტომობილით კინაღამ დაეჯახნენ იქ ყოფ საკანს და მაშინ ყოფ ადამიანებს, გადმოხდა რამდენიმე ადამიანი და ორმა მათგანმა დაიწყო ჩხუბი და დედისგინება და მესამემ დაიწყო ამის ტელეფონზე გადაღება. ძალიან უცნაური სანახაობა იყო იმ მომენტში, რათა ეს დაეფიქსირებინათ ეს ფაქტი. შემდეგ ბრალდება რომ იყო ფული ამოუღეს უმეტეს ის არის. მაპატიეთ სამინისტროს მიერ გავრცელებული მაპატიეთ, მაგრამ კორკოტას მე სახელ და გვარით მთელი საზოგადოება იცნობს და ის არის ერთ-ერთი უსაყვარლესი გადაცემის წამყვანი და ამ კაცის ასე ვთქვათ ქმედებიდან თუ პირიდან სიკეთის და მოფერების და სიყვარულის მეტი არ ამოსულა და ამ არხის მაყურებელმაც კარგად იცის ვინ არის კორკოტა. მე სხვა სახელით არ მოვიხსენებ სიყვარულის ნიშნა და თქვენ გჯერათ რომ ამ ადამიანმა ფული ამოიღო და ძარცვის მიზნით დადის ესე. თავად გია კორკოტაშვილი ამბობს რომ ჩვენ ფული არ ამოგვიღიაო, მაგრამ მე გულისხმობ კიდევ ერთხელ არსებობს ფაქტები, რომელიც იძლევა იმის საშუალებას ჟურნალისტმა დასვას ეს კითხვა. მე რამჯერა მოდით ამაზე თავ შევიკავებ თუ შეიძლება. თქვენ გააქვთ ამის უფლება, მე გპასუხობთ უბრალოდ. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი რომ ესენი იყვნენ პროვოკატორები, იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. რატომ აყვნენ? თუ კი ეს იყო პროვოკაცია, ხომ ფაქტია რომ ჩხუბია, ეს საფრთხეა, იცით რისთვის ჩემი აზრით, რომ უფრო მასშტაბური სახე არ მიიღოს. ინგა, აუცილებელი იყო ამ ფაქტის დადასტურება, იმიტომ რომ თუ არ მოხდებოდა ის, რაც გააკეთა გია კორკოტაძემ და ბიძინა გეგიძემ, კორკოტაშვილმა, ისე ვერ მოხდებოდა იმის დადასტურება. დადასტურდა პირადობის მოწმობა ამოიღეს და დადასტურდა რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ეხლაც თანამშრომლობს. მე მინდა გავახსენოთ ბატონ რაზმაძის ფაქტი, ასევე ალაბარში რომ დაფიქსირდა, იქაც ითქვა რომ ეს ყოფილი თანამშრომელი და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია. ჩვენ ხედავთ სამმართველოს უფროსს, ასევე ბატონ სანოძის, რომელიც ამას ისვრის. ჩვენ ხედავთ მუდმივ ტერორს. აი ლაღიძის ცემის ფაქტი. გადაიღო ვიდეო კამერებმა, სახალხო დამცველმა წარმოადგინა ეს მასალები, ნაპოვნია მანქანა. ცნობილია პიროვნება, ვინ იჯდა საჭესთან, ვისი იყო მანქანა, როდესაც მოხდა თავდასხმა. თქვენმა კოლეგამ ნანა ლეჟავამ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა ამის თაობაზე და ჟურნალისტმა აღმოაჩინა რომ მოინდომა. დღემდე არც ეს ადამიანი არ არის დაკითხული. არც ერთი თავდასხმელი არ არის დაკითხული. ორი მათგანი ამოცნობილი იქნა კამერაზე სახე ჩანს პირდაპირ. მე მაინტერესებს ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე თუ კრიმინალურ ჯგუფთან, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას უწევს. ამ კითხვასაც დავსვამე ბატონო ძალიან ხოთ, რამდენჯერმე დავსვი ღია ეთერში. ეს გავაკეთე კავკასიის ეთერში, ეს გავაკეთე იმედის ეთერში, ეხლა ვაკეთებ საზოგადოებრივ რუსთავი 2-ის ეთერშიც გავაკეთე. რამდენჯერმე დავსვი ესე კითხვა. მე რომ დამესხნენ თავ 7 ნოემბერს. ერთი ამ ადამიანს თაგანი ზის პარლამენტში და არის მისი წევრი. ემზარ გელაშვილი. უკვე მეოთხედ ვამბობ. და მე მაინტერესებს ბატონ გეგიძეს და კორკოტაშვილს რომ იბარებენ. სწორია, ისინი მივლენ და ჩვენებას მისცემენ გამოცემას. მე მაინტერესებს, რამდენჯერ უნდა განვაცხადო ეს, რომ იმ ადამიანს ელემენტარულად, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება ჩამოართვა. ემზარ გელაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს ბატონი კობა, რა ვიცი, მე ვფიქრობ, როდესაც დიალოგზე არის საქმე, როდესაც რა დიალოგზია საუბარი, როდესაც ყოველ ღამე სანამ აი ბიძინა გეგიძის და კორკოტაშვილის მსგავსად არ დაიწყო პატრულირება და სანამ არ აღიკვეთა ქმედებები აი პროვოკატორების, ყოველ ღამე ხდებოდა ცემა ტყეპა ჩვენი მომხრეების და ჩვენ ვნახეთ და ზოგიერთი მათგანი ვიდეოზეა დაფიქსირებული იგივე ლაღიძის ფაქტი და არანაირი გამოძიება არ ჩატარებული. სხვათა შორის ეს ბოლო 3-4 დღე არ აი ამ ქმედებების შედეგად არ მომხდარა ასეთი თავდასხმა. და მე მაინტერესებს თუ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, ეს სახელმწიფო რატომ არ გვის ქუჩას?
ჩვენ დაგვილ ქუჩეს ნაგავი რატომ არ გააქვს, რომ აღშფოთება გამოიწვიოს იქ? ელემენტი, აი ხვალ საკრებულოს ხდომა დილის 10 საათზე. მე ვარ თბილისის საკრებულოს წევრი. მე მინდა თხოვოს საზოგადოებას რუსთაველზე მცხოვრებს. დილის 10 საათზე ატარებენ, რომ საზოგადოება არ მივიდეს აქ. ძალიან ხოთ მობრძანდეთ საკრებულოს შენობასთან თავისუფლების მოედანზე. მე დავსვავ ამ საკითხს. მაინტერესებს რატომ არ გვიან რუსთაველს, რატომ არ გააქვთ ნაგავი, რატომ არის ეს ზონა თავისუფალი დასუფთავებისგან, თავისუფალი პატრულისგან, რატომ ხუჭავს პატრული თვალს თავდასხმებზე, რატომ გვიწევს ჩვენ თვითონ რაღაცა სახალხო რაზმეულების შექმნა, რომ თავი დავიცვათ? არ გვინდა ჩვენ ეს. ჩვენ გვინდა, რომ ეს გააკეთოს იმ პატრულს, რომელსაც გადასახადებს რომლის საქმე არის ეს პირდაპირ ბატონკობა, მაგრამ აქედან გამომდინარე, მე გეთანხმებით, პირველ რიგში გეთანხმებით იმაში, სხვა შორის მე ეხლა შეიძლება გამოვიწვევ ერთგვარი რისხვა იმ ადამიანების, ვინც ოპოზიციის აქტიური მომხრეები არიან და ფიქრობენ, რომ არანაირი ლაპარაკი არ უნდა მოხდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თუნდაც გადადგომის თემაზე ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს და იგივე ჟურნალისტების მონაწილეობით, ვისაც თქვენ ცენდობით ისინიც და არ მოიტყუებიან და საზოგადოებას არ მოატყუებენ. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ არ გაურბივართ არანაირ დიალოგს. უბრალოდ ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში ერთი საკითხი. ჩვენ არა ვართ იმ გაგებით ხალხის უფროსები არა ვართ. ჩვენ ვართ ხალხის მსახურები, ეს პათეტიკური სიტყვები არ არის. ხალხი გვაძლევს შეკვეთას, ხალხი გვაძლევს ლოზუნგს, ხალხი გვაძლევს დავალებას. ხალხი იქ მოვიდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. მრავალი, ასე ვთქვათ, ასეულ ათასობით ადამიანი 9 აპრილს და ბევრი მათგანი აგრძელებს ბრძოლას. ბევრი მათგანი არის დღეს შედარებით პასიურ მდგომარეობაში, მაგრამ მრავლის ნუ მოატყუებს ეს. გახსოვთ 7 ნოემბერს 30 კაცი ვიყავით, რო დაგვარბიეს და 1 საათში 10,000 კაცი გამოვიდა. პირველივე დარბევის კადრები როგორც კი იხილა მაყურებელმა გეთანხმება. ესე რომ ნურავის ნუ მოატყუებს ეს, ასე ვთქვათ, ხალხის სიმცირე დღეს აქციაზე, ხალხი არის განწყობილი, მან გამოხატა თავის პოზიცია. ჩვენი მოთხოვნა არის ასეთი. თუ მე ხელისუფლებას უნდა დაველაპარაკო როგორც ოპოზიცია, ეს ხელისუფლება უნდა იქცეოდეს როგორც ხელისუფლება. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. რა შემთხვევაში დაელაპარაკებით, ბატონკობა, მე მინდა რომ მოვასწრო პასუხი. თუ ეს შეხვედრა ჩვენ არა გვაქვს წინაპირობები. იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ბატონი სანოძე დღეს უკვე გადამდგარი იქნებოდა და მას შინაგან საქმეთა მინისტრიც მიყვებოდა, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში და არა მარტო ცივილიზებულში, შევარდნაძის პერიოდი რომ იყოს ეხლა დღეს კახა თარგამაძე რომ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ის თავის ადგილზე აღარ იქნებოდა. განმიმარტეთ რა, კიდევ ერთ კანონით ბატონმა სანაძემ ღიად საჯაროდ კამერების თვალწინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ბოროტი ხულიგნობა. რის გამოც ის არა მარტო უნდა გადაყენებული იქნას, არამედ დაპატიმრებული უნდა იქნას. ეს არის ის ადამიანი, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა და ამის გამო საზოგადოებას უთხრეს, რომ ის გადაყენებულია. დღეს ხედავთ, რომ არ არის გადაყენებული და ის კვლავ მაგალითად რა უნდა გაკეთდეს, რომ გადაყენებული, მაპატიეთ გადაყენებული იქნას. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. შედგეს დიალოგი. უნდა გაკეთდეს საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ჩვენ ვიცით ეს ლოზუნგი ნაციონალურ მოძრაობის. როდესაც ბატონ შაშკინს ნიშნავენ დიალოგის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელად. ამ ადამიანის ხელთა დღეს შალვა რამიშვილის განთავისუფლება თუნდაც. მას შეუძლია დღეს შეუძლია კი რა ვალდებულია. შალვა რამიშვილს არ ჭირდება შეწყალება. მას ეკუთვნის კანონით ვადამდე განთავისუფლება, იმიტომ რომ 3/4-ზე მეტი მოხდილი აქვს და ისედაც აგვისტოში უწევს. როდესაც ამ ბატონს გვინიშნავენ და გვეუბნებიან, რომ აი ეს კაცი იქნება დიალოგი და ამ კაც შეუძლია განთავისუფლება და ვალდებულია და თავის მოვალეობას არ იხდი. რა დიალოგზეა საუბარი? როდესაც ვინმე სურს დიალოგი, ის ეძებს გზებს. გამორიცხულია ბატონკობა, ამას რატომ გეკითხებით, იცით? ხომ არ არის საერთო პირობა ერთგვარი რის დაკმაყოფილებასაც თქვენ მოითხოვ და ამის შემთხვევაში დაუჯდებით მას. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არა გვაქვს წინაპირობები. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში ერთი საკითხი, სააკაშვილის გადადგომა. და არგუმენტები რომ დაულაგოთ მას, ვთქვათ, ისე შეხვედრაზე რომ მოხდეს ეს. აი მე მიმაჩნია კობა დავითაშვილს რომ შენ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგე, ამიტომ მე მაქვს თავარი არგუმენტი. მე მინდა მიუტანო მისი ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოსთან. ორი კაცი ვაწერთ ხელს. მიხეილ სააკაშვილი და კობა დავითაშვილი 4 დაპირებაა ხალხის წინაშე გაკეთებული და ბოლოში წერია თუ არ შევასრულებთ ამ დაპირებას 1 წლის განმავლობაში გადავდგებით და წავალთ პოლიტიკიდან. მე მოვითხოვ მისგან ამ სიტყვის შესრულებას, იმიტომ რომ იქ იტყო 4 დაპირება, რომელთაგაც აცანაბრებია დაბრუნებული. არც მცირე მეწარმეების 2 წლით გადასახადიდან გათავისუფლება არ მოხდარა და არც პენსია არ არის კვლავ სტაჟის და დამსახურების მიხედვით. სხვა თემებზე რომ თავი დავანებოთ, კაც ხელი აქვს მოწერილი რომ ის ვალდებულია გადადგეს.
ამაზე არ შეიძლება რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ? ამას გეკითხებით ბატონობა, ერთი გაურბის ამას. დღეს ვეძებთ მთელი დღე. ფაქტია რომ დღეს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სიტუაცია, პოლიტიკური კრიზისი გაფორმებული და ამ კრიზისიდან რომ გამოვიდეთ, დიდი დოზით პასუხისმგებელია ხელისუფლება, მაგრამ ასევე პასუხისმგებელია დანარჩენი ოპოზიციური სპექტრიც, ხო? მე რა მინდა რომ მკითხოთ, თუ არის იმის შანსი რომ რაღაც მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს, რის შემდეგაც თქვენ იგივე სააკაშვილს დაუსხდებოდით პირისპირ ამ დიალოგს. მინდა კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი წინაპირობა არ აქვს. უბრალოდ დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი. თუ მეორე მხარეს სულ სხვა საკითხებზეც საუბარი, მან დააყენოს ეს საკითხები და ჩვენ უზრდელები არა ვართ და მოვისმენთ ამ საკითხებს, მაგრამ ჩვენი მხრიდან დასაბუთება და არგუმენტაცია იქნება იმ ერთადერთი საკითხის, რომელ საკითხითაც გვაგზავნის იქ დგომის საზოგადოება. ეს არის სააკაშვილის გადადგომა. მე ჩემი არგუმენტები მაქვს, სხვას თავის. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტები, ქვეყნის უსაფრთხოება, ხელისუფლების გადასვლა, რიგარეში არჩევნების ჩატარების მექანიზმი. ეს საკითხები უკვე საკითხებსაც მოიცავს. სააკაშვილის გადადგომა არ არის უბრალოდ გადადგომა. არის რა უსაფრთხოების გარანტია, მას ალბათ აინტერესებს ეს საკითხები, ხო? მზათა ვართ ამ საკითხებზე სამჯერად. როგორ უნდა ჩატარდეს რიგარეში არჩევნები, როგორი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაში უწყვეტობა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისა და არ მოხდეს რაიმე ექსცესები. ამაზე პასუხისგებლობის გამო ვიღებთ ამ პასუხისგებლობას და მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემებზე. მაგრამ თქმა იმისა, რომ აი კვლავ ვისმენთ, რომ ერთი პატარა ჯგუფთანაც კი არ არის პატარა ჯგუფი იქ შეკრებილი საზოგადოება. 9 აპრილს რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანი მოვიდა. მანამდე მოდიოდა ეს ხალხი. იცის მან თვითონ მეწერს მე ინტერვიუებში, რომ თბილისელთა 70-80%-ს არ უყვარვარ და ვერ მიტანს და ამიტომ ამ ქალაქში არ ვგრძნობ თავს კარგათო. თვითონ მე ამბობს ამას, ხო? თავжდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. თვითონ ხომ შექმნა ამის პრეცედენტი 7 ნოემბრის შემდეგ გადადგა. მან თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, მე ახლა გადავდგები და რიგარეში არჩევნებმა განმოხტოს პოლიტიკური კრიზისი. ეხლა არ არის პოლიტიკური კრიზისი, თუ მაშინ რადგან მეორედ შეეძლო კენჭისხრა, მაშინ ასე ვთქვათ, პოლიტიკური კრიზისის კარგი განმოხტვის საშუალება და დღეს არა. რატომ? ესე იგი მის პირად სკამზე ჯდომაზეა დამოკიდებული ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ეს კითხვები ხომ და რჩება და მე მინდა გკითხოთ, მე მესმის ერთადერთი მოთხოვნა არის გადადგომა, მაგრამ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესები? იგივე თუნდაც არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არა დარბევა, მაგრამ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დღესაც ვნახეთ თუნდაც იგივე კადრები, უფრო მასშტაბურად რომ მოხდეს, ხომ არ ხედავთ ამის საფრთხეს? მე ვერ ხედავ, უცბელად გეტყვით ამის საფრთხეს, ეს იყო პროვოკაცია. პროვოკაციიდან გამომდინარე პროვოკაციის საფრთხე მუდმივად არსებობს, გეთანხმებით. პროვოკაციის საფრთხე არსებობს, ამიტომ მე ყოველთვის მოუწოდებ და ამას ეთერსაც გამოვიყენებ ამ მოწოდებისთვის ჩვენს მომხრეებს მაქსიმალურად არ ავყვეთ პროვოკაციას, მაქსიმალურად არ უპასუხოთ მოქნეულ მუშტზე მუშტით, მაქსიმალურად ავიტანოთ ლანძღვას და გინებას, თუმცა ეს ძალიან რთულია და მე მესმის ქართველი კაცის, რომელსაც დედას აგინებენ და ის ამ რეაქციას აძლევს, გასაგებია, მე ყველას ამას მოუწოდებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვიკითხო. ბატონ ბაქრაძესთან მექნება კითხვა, რომელიც გაურბის რადგანაც პირისპირ საუბრობს პირდაპირ ეთერში. თქვენ ბატონ ბაქრაძე, სახელმწიფოს წარმოადგენთ თუ კრიმინალურ დაჯგუფებას? თუ წარმოადგენთ სახელმწიფოს, მოდით მოიქეცით როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი. მოიქეცით ისე რა მოხდებოდა სახელისუფლების რიგებში, რომ გამოსულიყო მინისტრის მოადგილე, მაღალ ჩინოსანი და ესროლა მომიტინგისთვის, ასე ვთქვათ, წყლით სავსე პაკეტი. ან ესროლა, ასე ვთქვათ, კისტის ტოფი და თვალი კინაღამ გამოეთხარა ადამიანს. აი რა მოხდებოდა ცივილიზებულ ქვეყანაში? აი ესე მოიქეცით, გვაჩვენეთ რომ ხართ ხელისუფლება და კი ბატონო. კი ბატონო, მე ამ შეკითხვით დავიწყებ სწორედ მასთან საუბარს და ბოლოს უნდა გკითხოთ ბატონო კობა, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, პრინციპში ეს საიძეც ნახეთ, არის ასეთი ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ბოდრუმში. თქვენ თუ ფლობთ რაიმე მსგავს ცნობას და თუ შეგიძლიათ რომ ეს ინფორმაცია რომ ის გუშინ ბოდრუმში ჩაფრინდა საკმაოდ დიდი წვეულება გამართა. თქვენ იგივე მედია საშუალებიდან თუ თქვენი არა, ჩვენი დაგვიკავშირდნენ, ჩვენი ასე ვთქვათ, ქართველები მოგეხსენება თურქეთში საკმაოდ ბევრია, დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს. ნამდვილად იქ იმყოფება, დიდი წვეულება გამართა იახტაზე და პოლიტიკურ კრიზისის პირობებში ეს კაცი პოულობს დროს რომ გაერთოს. ეს მისი საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ მარტო მისი საქმე არ არის. ერთი რამ მინდა ვთქვა, არ შეიძლება ასეთი მოპყრობა საკუთარ საზოგადოებასთან. რას გულისხმობთ ასეთ მოპყრობაში? აგდებული. აი ბატონი სანოძეს საქციელი გამომდინარეობს ბატონი სააკაშვილის საქციელიდან.
როდესაც ის თავის თავს უფლებას აძლევს ესე აგდებულად მოეპყრა საზოგადოებას, რომ იმ დროს, როცა მთელი საზოგადოება დგას ქუჩაში, ის, ასე ვთქვათ, წვეულებას მართავს თურქეთის კურორტებზე, მაშინ გასაკვირი არ არის სანოძის საქციელი, რომელიც მას აგდებით და ფაქტურად ძალადობრივი გზით ეპყრობა მიტინგის მონაწილეებს. მე ერთი რამე უნდა მეთქვა, სანამ მე უერთები სამძიმრის სიტყვებს, რომელიც თქვენ ბრძანეთ რუსთავი ორსთან დაკავშირებით, ამის გამო ჩვენ აქცია. ეხლა გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტის კომენტარი, სადაც იგი აქ იმყოფება. დიახ. კარგით, ბატონო. არა, უბრალოდ ერთი რამ გარდაიცვალა ბატონი ლევან მიქელაძე, ყოფილი ელჩი. მე ვაპირებდი ბატონი დათო უსუფაშვილია შემდეგ ჩვენი სამძიმარი უთხრა მის ოჯახს ამ ადამიანს გულმა უმტყუნა. თქვენ იცით რომ პროვოკაცია მოეწყო მის სახლში იყო თავდასხმა და იქ მოსულმა კრიმინალისტებმა კი არ გამოიძიეს ეს შემთხვევა, რამე კვალი წაშალეს, ესეც ფაქტია და ყველა ვნახეთ. ეს ადამიანი არ იყო ჩვეული ასეთ ზეწოლის პირობებში ცხოვრებას, როგორც ჩანს, გულმა ვერ გაუძლო და მე დიდ წუხილს გამოვთქვა იმ ადამიანის გარდაცვალების გამო, რომელიც პირველი იყო, რომელმაც 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა თანამდებობა პროტესტის ნიშნად. დიახ, ის იყო ელჩი მაშინ, როდესაც მოხდა 7 ნოემბერი და იგი გადავიდა ელჩობით. დიდი ქართველი ნამდვილად და მე მინდა ვთქვა, ამის მიუხედავად ჩვენი ბრძოლა არ შეწყდება. ოღონდ ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ ოპონენტებთან, მაგრამ კრიმინალებთან, ტერორისტებთან და დამნაშავეებთან ლაპარაკი საკმაოდ რთულია. დიდი მადლობა. მოიქცნენ როგორც ცივილიზებული ადამიანები და მერე ვისაუბროთ ლაპარაკს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავთ ბატონ კობამ, მშვიდობას გისურვებთ პირველ რიგში და წარმატებებს. გმადლობთ, მე დავემშვიდობები ბატონ კობას და აქვე ვთხოვ სტუდიაში რესპუბლიკელების ლიდერს დავით უსუფაშვილს, რომელსაც გავიმეორებ ბატონი კობას სიტყვებს, მიუსამძიმრებ თანაგუნდელის, მათი ალიანსის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის, ძალიან ცნობილი ელჩის ლევან მიქელაძის გარდაცვალების გამო ვიზიარებთ ეს თანაგზნობას. ჩვენ თანაგზნობა მიიღეთ, ხო დავბრძანდით. მაშინ დავით უსუფაშვილი განაგზობს ჩვენ გადაცემას. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა მოსამძიმრებისთვის, ეს მართლა ძალიან მძიმე დღეა არა მხოლოდ ალიანსისთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ბევრისთვის, ყველასთვის, ვინც იცნობდა ბატონ ლევან მიქელაძეს. როგორც ჩანს, მართლაც ის მაგულმა ვერ გაუძლო იმ ტკივილს, რომელზეც სხვათა შორის ის საუბრობდა იმ ცნობილ წერილში 2007 წლის ნოემბერში, როდესაც მან გადადგომის წერილი გამოაგზავნა. ის საუბრობდა სწორედ იმ ტკივილზე, რაც მან მიიღო იმ დღეებში და სამწუხაროდ ბატონ ლევანი არ არის ერთადერთი, რომელიც ყოველ დღე და ყოველ წამს ამ ქვეყანაში ასეთი ყოფით იღებს ისეთ ტკივილს, რომელსაც ხშირად გული ვერ უძლებს. ძალიან მწუხვარ, კიდევ ერთხელ აქვე თანაგზნობას მისი ოჯახის მიმართაც გამოვთქვამ. ბატონო დავით, მოდით დავიწყოთ საუბარი ამ პროცესების შესახებ, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება. მე ბატონ კობასთანაც იგივე შეკითხვით დავიწყე. დღეს პატრიარქმა ქადაგებაში ერთგვარი მოწოდება გააჟღერა, ეს იყო ხელისუფლების და ოპოზიციის მისამართით გაკეთებული. სამშაბათს 18 საათზე მთელ საქართველოში იქნება სინანული ჩვენი ცოდვებისთვის და იგი მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ ყველამ ერთად მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, ვინც უფრო მეტად სულიერია, იმა უნდა დაუთმოს სხვას. გამიჩნდა ასეთი შეკითხვა, ხომ არ არის იმის შანსი, შესაძლებლობა, რომ სწორედ პატრიარქის ამ მოწოდების შემდეგ უეცრად ასეთი დაპირისპირებულები ერთმანეთის პირისპირ მაინც დასხდნენ დიალოგის მაგიდასთან, გულისხმობ ხელისუფლებას და ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას. რაც შეეხება სინანულს და მონანიებას, ეს ის თემაა, რომელსაც წელიწადში ერთი დღე არ შველის. ეს ის თემაა, რომელთაც ყოველი მართლაც სულიერი ადამიანი უნდა იწყებდეს დღეს და ამთავრებდეს დღეს და ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ეს ქვეყანა სწორედ სულიერებაზე, სიყვარულზე დაფუძნებული. თავად პატრიარქის მოწოდება, რა თქმა უნდა, უკიდურესად საყურადღებოა, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მისგან ბრძნული სიტყვა კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ყოფილა დიდი განსაცდელის ჟამს და მას არასდროს არ ღალატობდა ალღო, სიბრძნე, გონიერება, ქვეყნის სიყვარული, რომ დროზე მოეწოდებინა და ეჩვენებინა სწორი გზა ერისთვის, ამ ქვეყნისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ხარ ასე თქვენ ამბობთ, ბატონო დავით, დროზე ეჩვენებინა სწორი გზა ერისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ გაჩნდა ამით შანსი, რომ შედგეს ასეთი დიალოგი, უფრო სწორედ ამ მოწოდების შემდეგ ხომ არ გაგიჩნდათ ასეთი მოსაზრება ოპოზიციის ლიდერებს? მიუხედავად
იმ ყველაფერისა, რაც უკვე მოგახსენეთ, პოლიტიკურ პროცესებს თავისი ლოგიკა აქვს და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად იდეალისტები ამ საქმეში. მე არ მგონია, რომ დღეს შექმნილი კრიზისი ერთი მოწოდებით ან ერთი შეხედვით გადაწყვეტადია, მაგრამ თავისთავად გზა, რომელსაც პატრიარქი მიანიშნებს და პირველ რიგში ის მიანიშნებს სწორედ საკუთარ თავში ჩაღრმავებაზე, საკუთარ თავში გარკვევაზე, იმისა თუ ვინ რა პოზიციაზე ვართ, რატო ვართ ამ პოზიციაზე, მე ფაქტურად ასე გავიგე პატრიარქის ეს სიტყვები, რომ იგი გვთავაზობს, რაღაცნაირად ყველანი გადავდგეთ. ანუ გადავდგეთ ჩვენი პოზიციებიდან, ჩვენი თანამდებობიდან, სასურველი თუ არსებული, ცხადია ვირტუალურად, მაგრამ მაინც გადავდგეთ და ასე შევხედოთ ქვეყანას, ასე შევხედოთ ერთმანეთს, ასე შევეცადოთ გამოსავლის მოძებნა და ეს თუ გაკეთდება, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, მე პირადად რესპუბლიკურ პარტიას, ალიანსს, რომ ჩვენ არ გვამოძრავებს არანაირი რევანშისტული მოსაზრებები. ჩვენ არ ვეძიებთ არანაირ ანგარიშწორებას. ჩვენ არ ვაპირებთ რაღაცა ახალი ტალღის დაწყებას ამ ქვეყანაში იმ განუკითხაობის, რაც დღემდე ყოფილა. ჩვენ გვინდა ნორმალური, მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა, ვინაიდან მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნის მართვა. მაგრამ შედეგი რა არის ამ მოთხოვნის ბატონო დავით, თუ შეიძლება მიპასუხეთ. გასაგებია თქვენ ამბობთ უარს დიალოგზე, არ მიდიხართ არანაირ მოლაპარაკებაზე ხელისუფლებასთან? არ არის სწორი რა? არ არის სწორი. ოპოზიციას არც ერთ მომენტში ამ აქციების დაწყებამდე და აქციების დროსაც არ უთქვამს უარი შეხვედრაზე. ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, როდესაც პროპაგანდისტული მანქანის წყალობით სააკაშვილმა ეს თემა ისე წარმოაჩინა თითქოს ოპოზიციაში არის განსხვავებული მოსაზრებები შეხვედრებთან და დიალოგთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანი განცხადებად გავაკეთეთ, ყველა ერთად დავდექით და წერილობითაც გავაცელეთ. თუ არ ვწდები ჩვენს ეთერში სწორედ ეს კადრები, სადაც ალასანია აკეთებს განცხადებას, შემდეგ ხალხის მძიმე რეაქცია და შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე წაეშველა, ასე ვთქვათ. საინტერესო ინტერპრეტაცია ამ ეპიზოდის თქვენი მხრიდან. მე მოგახსენებთ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა მარიოტში, ის განცხადება მე თავად წავიკითხე. იქ ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები ვიყავით, ამიტომ როგორც ჩვენ სხვადასხვა ფაქტებზე ვსაუბრობთ ჩვენ, ეს იყო 4-5 დღის წინ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, ჩვენ არ გვაქვს არანაირი წინაპირობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში ერთი საკითხი, ვინაიდან ჩვენ თვლით, რომ ის სისტემა, რომელმაც ქვეყანა უბსკრულის პირას მიიყვანა თუ უბსკრულში გადაჩეხა უკვე, არის შესაძლებელი და ეს თავად სააკაშვილმა გააკეთა ეს სისტემა ისე რომ ყველაფერი მასზე აწყობილი და ჩამოკიდებული. ამიტომ სამწუხაროდ აღარ არის საკმარისი ცალკეული დეტალების შესწორება, ცალკეულ უწყებებში გარკვეული ცვლილებები. იმიტომ რომ სისტემის სიმახინჯე ეფუძნება თავად სააკაშვილს, რომელმაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ააწყო თავის ხასიათზე, თავის შეხედულებებზე მოთხოვნა. ამიტომ დავასრულებ თუ შეიძლება დიალოგის თემას დავასრულებ. ჩვენ ვამბობთ ჩვენი მხრიდან ჩვენ გვაქვს ეს ერთი საკითხი. ამასთანავე ჩვენ ვამბობთ, თუ ხელისუფლებას აქვს სხვა საკითხებიც ამ საკითხთან ერთად, ჩვენ მზად ვართ მოусმინოთ. ანუ გადადგეს სააკაშვილი და პლუს ის საკითხები, რაც აქვს ხელისუფლებას? ჩვენ სააკაშვილის გადადგომა გვინდა არა იმიტომ, რომ კონკრეტულად სააკაშვილთან მაქვს რაიმე პრობლემა. მე მინდა, რომ ამ ქვეყანას ყავდეს უნარიანი შემძლე მმართველი, რომელიც მოახერხებს ქვეყანაში კრიზისის დაძლევას. სამხედრო კრიზისის დაძლევას, ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, სოციალური კრიზისის დაძლევას. და თუ არ გადადგება, ბატონო დავით, ეს კრიზისი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დავძლიოთ ყველამ ერთად, ვიმეორებ. ძალიან სერიოზული პროცესი ხდება ჩვენს ქვეყანაში, საკნების ქალაქი, მართლა საკნების ქალაქია დღეს თბილისი. როგორ წარმოგიდგენიათ ამ კრიზისის? საკნების ქალაქია თბილისი, მაგრამ მე როდესაც კრიზისებს ვსაუბრობ, საკნების კრიზისზე ვსაუბრობ. საკნების ქალაქი და ეს საპროტესტო ტალღა, ესაა გამოძახილი იმ კრიზისზე, რაც არსებობს. უნუშევრობაზე, უსაფრთხოებაზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, საერთაშორისო პრესტიჟის, ავტორიტეტის დაკარგვაზე ქვეყნის მიერ, განუკითხაობაზე, უსამართლობაზე და მთელ ამ კრიზისია საუბარი. რაც შეეხება გადადგომის გარდა თუ გადადგომამდე თუ გადადგომის შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, თქო უნდა ძალიან ბევრი რამე უნდა გაკეთდეს და ჩვენ ამაზე წლებია ვსაუბრობთ. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი თანამდებობაზე უნდა იყოს თუ არ იყოს, ეს საკითხი უბრალოდ დღის წესრიგში არ დგას, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილია ჩვენთვის. იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პიროვნების მიერ მართული პოლიციური სისტემა იყოს ხალხის სამსახურში და არ იყოს კერძოდ მის სამსახურში. ის რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირი და რა ის ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გარდა მთელმა მსოფლიომ კრიტიკის ქარცეთში გაატარა ბოლო ორი არჩევნების გამო, ის უნდა გადადგეს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ის რომ პირველ არხში რაც ხდება
აი მაშინ წვიდა დაგვით შექმნილი სამეურვეო საბჭოდან რამდენი კაცია დარჩენილი და დანარჩენებმა დატოვეს თანამდებობები პროტესტის ნიშნად და როდესაც ეს არხი აი ისევ ხელისუფლების ჯიბეში აღმოჩნდა და იმ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება, რა თქმა უნდა გამოსასწორებელია ეს. როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია მზის მეპატრონეები, რეალური მეპატრონეები ვინ არიან, ეს უნდა გაკეთდეს. როდესაც ჩვენ ვიცით რომ იმედი წართმეული აქვს ოჯახს, ტელევიზია უნდა დაბრუნდეს. როდესაც ჩვენ ვიცით რა განუკითხაობაა განსაკუთრებით რეგიონებში, ეს უნდა შეიცვალოს. ეს ყველაფერი გასაკეთებელია. და რომ შეხვდეთ და გითხრათ, რომ აკმაყოფილებს თითოეულ ამ თქვენს მოთხოვნას. თქვათ, შინაგან საქმეთა მინისტრზე, სასამართლოებზე, იმედის დაბრუნებაზე, მედია პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. ანუ გეკითხებით რას, ბატონო დავით. არის თუ არა იმის შანსი, რომ რაღაცეების ძალიან დიდის დათმობის შემთხვევაში თქვენ დათანხმდეთ იმას, რომ სააკაშვილი დარჩეს თანამდებობაში? ამ საკითხებში თუებით საუბარი ძალიან სარისკო თემაა. მე მინდა ნახევრის წინ ძალიან მკვეთრი განცხადებები და შემდეგ შედეგი სხვა იყო. სწორედ ამას ვაპარაკობ. იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს ის პერიოდიც, როდესაც 2008 წლის 7 აგვისტოდან თითქმის სექტემბრის ბოლომდე ოპოზიცია უბრალოდ იყო ჩუმად ხელისუფლების კრიტიკის თაობაზე. მაშინ სააკაშვილი იგივე სააკაშვილი იყო, მერაბიშვილი იგივე მერაბიშვილი იყო, მაგრამ იყო ქვეყანაში ვითარება, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სახელმწიფოს ინტერესი ამ წუთში არის ის, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ მოტივირებული და მომართული ერთი საერთო საფრთხის წინააღმდეგ. ამიტომ რა იქნება 31 მაისს თუ 5 მაისს თუ 29 აპრილს, რა ვითარება იქნება ქვეყანაში, ჩვენ არ გვაქვს არანაირი აკვიატებები, ახირებები, რაღაცა სიჯიუტეები. ჩვენ დღეს რომ ხედავთ, რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უძღვება, ვერ უძღვება და ის არის წასასვლელი თანამდებობიდან, ამიტომ ვაყენებთ ამ საკითხს. თუ მას აქვს კონკრეტული წინადადებები, სერიოზული წინადადებები და რა ისინი, რომელსაც დღემდე ვისმენთ, იმავე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან შეწყალების კომისიაში რაღაცას გადავსინჯავთო. საარჩევნო კოდექსზე მოდი ვისაუბროთო. ეს საარჩევნო კოდექსი ახლა უბრალოდ სასაცილო გახდა. საარჩევნო კოდექსი კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, ესაა პროცედურა, როგორ ჩავატაროთ არჩევნები. არჩევნები იყოს 2013 წელსო და პროცედურები ეხლავე გავამარტივოთ და ამით ყველაფერი მოგვარდება. ამ არასერიოზულ წინადადებებზე უბრალოდ ფიქრიც არ შეიძლება და შეხვედრასაც არ აქვს აზრი. ამიტომ თუ მათ რაიმე აქვს სათქმელი, თქვან, ამას არ ჭირდება არანაირი თანხმობა, არანაირი შეხვედრა. მაგალითად თუ ჩვენ ეგრეთ წოდებული ერთი თუ შეიძლება ეს სულ ახალი კადრებია, სააკაშვილის ადგილსამყოფელზე იყო მთელი დღე კითხვა, მეც ამით გავხსენი, ეხა პროდიუსერი მეუბნება, რომ ის ტრაგიკული შემთხვევა, სადაც მოხდა, იქ არის მისული სააკაშვილი. თუ არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ რომ გვაჩვენოთ, ანუ იგი იმყოფება თუ არა ბოდრუმში, როგორც ჩანს ამ თემას. უკაცრავად ხა ბოდრუმიდან ურმით და ცხენით კი არ მოდის ხალხი ახლა. არა, არ ვიცი, შეიძლება თბილისში იყოს რა პრობლემაა. რომ მივიღეთ ეს კადრები და მაჩვენეს. დიახ, ისმენთ ბატონო. ხომ, მე იმას საუბრობდი, რომ ეს საკითხები ქვეყნის ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყდეს, გამოსავალი უნდა მოიძებნოს და გამოსავლად ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წარმოგვიდგენია ძალადობის ესკალაცია, დაპირისპირება, ქაოსი, ეს იქნება კიდევ უარესი ვიდრე დღევანდელი ვითარება. ამიტომ არის საჭირო აზრიანი შეხვედრა და არა პროპაგანდისტული შეხვედრა, არც ოპოზიციის მხრიდან და არც ხელისუფლების მხრიდან. აზრიანი შეხვედრა არის ის, როდესაც მხარეებს აქვთ ის რწმენა, რომ ისინი მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შეხვედრას სჭირდება გარანტიები, თავად შეხვედრისაც და შეხვედრის შედეგების გარანტიები. მაგალითად ევროკავშირის მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება ასეთი შეხვედრების და შემდგომ უშედეგოდ დასრულების. მე ძალიან კარგად მახსოვს ის დღე 2008 წლის იანვრის დასაწყისში, როდესაც იყო შეხვედრა აი არჩევნების შედეგად ეგრეთ წოდებულ არჩეულ სააკაშვილთან, მაშინ მან თავად ყოველგვარი ჩვენი მხრიდან რაიმე წინადადების დაყენების გარეშე ჩამოთვალა საკითხები. მე გადავდგები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან და ვიქნები უპარტიო პრეზიდენტი 2008 წლის იანვარში. მე აღარ ჩავერევი არანაირ პოლიტიკურ საკითხებში და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისთვის თუ კი არა რაიმე საჭირო საკანონმდებლო გარანტიები და ეს ყველაფერი გაკეთდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაინიშნოს კონსენსუსის საფუძველზე. პირველი არხის დირექტორი დაინიშნოს კონსენსუსის საფუძველზე. მთავრობაში ძალოვან სტრუქტურებზე მონიტორინგისთვის შეიქმნა სპეციალური თანამდებობა ვიცე-პრემიერის, რომელიც ამას გააკეთებს. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ან მოადგილე დაინიშნოს ოპოზიციასთან შეთანხმებული პირი. და ამ შემდეგ ძელი ჩამოთვალი იყო იქ. ეს ყველაფერი მას ჰქონდა წინადადებები. ეხლა რა წინადადებებს ელით? აი რა იქნება თქვენთვის მისაღები? დღეს ჩემთვის მე ვარ სააკაშვილი და თქვენ ხართ თქვენს როლში. რას მეუბნებით? მე გეუბნებით, ბატონო მიხეილ, თქვენ მოახერხეთ ის,
რომ გაფლანგეთ უნიკალური შანსი. თქვენ გქონდათ მართლაც შანსი იმისა, რომ ქვეყანა წინ წაგეყვანათ, დაგეყენებინათ სწორ გზაზე და მერე ერი შესაძლოა მართლაც შეგაფასებდათ თქვენ იმ დიდ ადამიანებს შორის, რომელსაც თვითონ ედრება ხოლმე ხშირად. მაგრამ თქვენ თქვენი უუნარობით, უთაობით, უგუნურებით, თქვენი გარემოცვის იმ უბედურებებით, რაც მათ ჩაიდინეს, თქვენ ეს შანსი ხელიდან გაუშვით. დღეს თქვენ გაქვთ შანსი გადაარჩინოთ ეს ქვეყანა. როგორ მითხარით, აი გეუბნებათ სააკაშვილს. იმისთვის რომ ხელისუფლება გაჩნდეს ამ ქვეყანაში, რომელიც იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით მოსული. როდესაც ოპოზიცია იქნება პატიოსან ბრძოლაში დამარცხებული და არა რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანით ბეჭებზე დადებული. თქვენ როგორც სახელმწიფოს პირველ პირს დღეს ყველაზე მეტად გევალებათ ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ. და რა უნდა გავაკეთო ამისთვის მე თუ ვარ პრეზიდენტი. ამიტომ თქვენ როგორც პრეზიდენტმა მე თქვენ რადგან ასე ვსაუბრობ გეტყვით მე თქვენ ბატონო მიხეილ 2003 წლის დეკემბერში ვარდების რევოლუციიდან ერთი თვის თავზე როდესაც თავაზობდით იუსტიციის მინისტრობას თქვენ და ბატონი ზურავი და ქალბატონი ნინო მე მაშინ გითხარით მე მზად ვარ ყველაფერზე რაც კითხვები მაქვს აქ ეხლა თვალი დავხუჭო და დავთანხმდე ამაზე მაგრამ მაქვს ერთი პირობა თქვენ სამივე ლიდერმა უნდა განაცხადოთ საჯაროდ რომ თქვენი უმთავრესი ამოცანაა რომ ერთი საარჩევნო ვადის შემდეგ თქვენ დატოვოთ ხელისუფლება და თქვენ ეხლავე პირდებით ქართულ ხალხს როგორც რევოლუციის მოსული ხელისუფლება რომ ამ ქვეყანას ჩაუყრით მართლა საფუძველს სახელმწიფოს დააყენებთ ფეხზე იმითი რომ თქვენ დღესვე განაცხადებთ რომ მომავალ არჩევნებში კენჭს არ იკრით რა გითხრათ მე იუსტიციის მინისტრი არ გავხდი ესე იგი ამაზე უარი მითხრა არა რაფორმი არა კატეგორიულად თუ არა იმიტომ რომ ნახოთ როგორ იქნება და შემდეგ მე რაზე ვსაუბრობ აქ როდესაც ასეთ ვითარებაში მყოფ ქვეყანაზეა საუბარი და როდესაც პრეზიდენტებზე თუ პრეზიდენტობის კანდიდატებზეა საუბარი, ეს ადამიანები უნდა იყვნენ თავგანწირვისთვის მზად. ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ ისე პატარები, ისე ერთუჯრედიანები ძალიან ხშირად, როგორც ისინი იქცევიან. ეს არ არიან მხოლოდ პრეზიდენტები, ხშირად კანდიდატებიც არიან ასეთები. პრეზიდენტობის კანდიდატებისგან და ზოგადად პოლიტიკური ლიდერებისგან ჩვენ სწორედ ასეთ თავგანწირვას ველით. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, დიახ, მე შემეშალა. ეხლა სხვა მცადოს ამ ქვეყნის წინ წაყვანა. მე შეიძლება კიდევ მოვიდე 4 წლის მერე, 5 წლის მერე შეიძლება ხალხმა ისევ ჩემსკენ გამოიხედოს და ამით მე ქვეყანას წინ წავიყვან. გამოვიყვან ამ ჩიხიდან, რომელშიც ის დღეს არის. თქვენ მისგან ამნაბიც? უწფელად მითხარით. მე ზოგადად მჯერა იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაცა შინაგანი ძალის რეზერვი. და არსებობს გასაღები ნებისმიერი ადამიანის სულიერი სამყაროსკენ, ისე აზეს პატრიარქი მიუთითებდა. და შესაძლოა დღემდე ჩვენ ეს გასაღები ვერ მოუძებნეთ კონკრეტულ ადამიანს. მისთვის 100,000 კაცი დადის ქუჩაში, რა პრობლემაა, იქ 1000 უბედურება ხდება, რა პრობლემაა, თავად დაიარება, დასეირნობს 9 აპრილს, როდესაც ეს ხალხი მოვიდა და რაღაცა ქონდა სათქმელი მისთვის, სად იყო მიხეილ სააკაშვილი? სიღნაღში, კეიფობდა დოლგარმონზე. იმ დოლგარმონზე იმ მუსიკანტებთან ქორწილებში რომ დადიან და უკრავენ ხოლმე და შალახოს წეკვავდა იქ. სად იყო 4 აპრილს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც 9 აპრილი ახლოვდებოდა და შეიძლებოდა ამის განმუხტვა. ქუთაისში, აგერ მაქვს ქუთაისის მერის ბრძანება, რომელშიც ის ამბობს, რომ 4 აპრილი ქუთაისს სტუმრად ეწვია საქართველოს პრეზიდენტი მისი აღმატებულმა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ აუცილებელია ოფიციალური ვახშმის მოწყობა. ვახშმის დასაფინანსებლად გამოიყოს 4,900 ლარი. ქუთაისში ერთი ჩასვლა და მისი ერთი ვახშამი 4,900 ლარი ჯდება. მაშინ როდესაც იმ ქუთაისში ამ 3 კვირის წინ ვიყავით, დევნილები ღიაცის ქვეშ ცხოვრობენ და ჩვენს თვალწინ ნახეთ მშობიარე ქალბატონი, რომელსაც ოპერაცია ესაჭიროებოდა და ამის ფული არ ქონდა ოჯახს. ამ დღეებში სააკაშვილი 5,000 ლარიან ვახშმებს აწყობს ქუთაისში. ამ ყველაფრის გამო და ამ ყველაფრის შემხედვარი რჩება ერთადერთი გამოსავალი. რა გამოსავალი? ეს არის გამოსავალი იმისა, რომ არა მხოლოდ სააკაშვილმა, იმ ბატონებმა და ქალბატონებმაც, რომლებიც ახლა სააკაშვილის ზურგს არიან ამოფარებულნი. და ხვალ სააკაშვილმა რომ დატოვოს პოსტი და თანამდებობა, ნახავთ, იქნება ცვენა ამ ხალხის, რომ თურმე როგორ ურჩევდნენ სწორ რაღაცას, მაგრამ ის არ იჯერებდა და ასე შემდეგ. აქ არის პერსონალური პასუხისმგებლობა ყველასი. მთავრობის ხელმძღვანელის, პარლამენტის ხელმძღვანელის, თითოეული მინისტრის, რომლებმაც უნდა იფიქრონ და იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. ეხლა არის მოდაში ეს ამბავი, რომ აი თითქოს პარლამენტი ვერ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ ის დავბლოკეთ. მე მინდა თქვენ ალბათ იცით, არა, იქნებ უკეთ გაარკვიოთ კიდევ. როდიდან არის პარლამენტი დაკეტილი და დალუქული? რომელი დღიდან არის დალუქული პარლამენტი და რომელი დღიდან გაუჩნდათ მათ იქ შესვლის პრობლემა? როდიდან?
8 აპრილიდან. 8 აპრილს დაილუქა პარლამენტი, დატოვა შენობა ყველა თანამშრომელმა, მაშინ როდესაც სადღაც 16-17 აპრილამდე არანაირი ბარიერი, საკანი თუ მოძრაობა თუ რაიმე სხვა რუსთაველის გარდა მიმდებარე ტერიტორიებზე არ ყოფილა. სად წავიდა ეს ხალხი? რატომ გაიქცა პარლამენტი? და დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ თურმე პარლამენტში არ ვუშვებთ და ამიტომ დარბიან აქეთ-იქეთ და სხვაგან მუშაობენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უახლოვდებით გარკვეულ კადრები იყო სპეცნაზი როგორ შედიოდა პარლამენტში. სპეცნაზი პარლამენტში ხშირად ყოფილა. 2007 წლის ნოემბრის დღეებში არანაკლები რაოდენობის ხალხი იყო და ყოველდღიური აქცია მიდიოდა ხო პარლამენტის წინ, მაგრამ პარლამენტს არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა. აი ასეთი უპასუხისმგებლობის პირობებში ჩვენ ოპოზიციას რა თქმა უნდა გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, მეტი მოთმინება, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიოთ ჩვენს გეზს, ეს უნდა იყოს კანონიერი, მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზა და მხოლოდ ამ გზით გავიმარჯვებთ. რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს ჩვენ მედიასთან მაგალითად, ჩვენ ჟურნალისტებს იმ ხალხს, რომლებიც იძულებულნი არიან შეასრულონ ძალიან ხშირად უღირსი დავალებები, ჩვენ მათ უნდა მოვეფეროთ. მე დარწმუნებული ვარ, მოფერებით უფრო გულისხმობთ თქვენი წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს? არა აქვს მნიშვნელობა, მე მაგალითს ვამბობ, იგივეს ვიტყვი პატრულის თანამშრომლებზე, რომლებიც ძალიან ხშირად საწოდავი თვალებით გვიყურებენ, როდესაც ვეუბნებით, რატო არ იცავთ წესრიგს. იმავეს ვამბობ იმ დასუფთავების სამსახურის ხალხზე, რომლებსაც უკვე ნაგავს აგავინებენ პოლიტიკური სუნის მიხედვით. აი ეს არის ეს უბედურება, რომელიც უნდა დამთავრდეს. ახლობით წელიწადნახევრის წინაც მთელი ეს წლები, როდესაც ხელისუფლება ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ გვატარებდა ყველა ჟურნალისტს, რომ დაანებეთ თავი ჟურნალისტებს, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, ხომ შეიძლება არ აგინოთ, არ ლანძღოთ, არ მოუწყოთ ბოიკოტი. მე გულწრფელად გეტყვით, ბატონო დავით, არ მომწონს, როდესაც ლანძღავენ იგივე პირველი არხის ჟურნალისტებს, არ მომწონს, როდესაც კეთდება ძალიან მკვეთრი განცხადებები, ისევე როგორც იყო კატასტროფა მთელი ეს წლები, რაც ხდებოდა და რაც დასრულდა შემდეგ იმედის დარბევით. ალბათონო იგად თქვენ არ მოგწონთ ის, როდესაც ხელისუფლება, ასე ქუჩაში კი არა, და სატელეფონო ზარით აკეთებს 1000 ჯერ უარესს. აკეთებინებს ამ ხალხს იმას, რასაც აკეთებენ. თუ ასეთი ფაქტები ხდება, არც ეს არის მოსაწონი. დავით ბერძენიშვილმა უნივერსიტეტის წინ მიტინგის დროს შენიშნა ინციდენტი, რომ ქალბატონი შევიდა მანქანით მომიტინგეებში, იქ ინციდენტი იყო. მივიდა აწყნარებდა ამ ხალხს და ქალბატონს გზას უჩვენებდა გასასვლელად და გავიდა რეპორტაჟი, რომ დავით ბერძენიშვილი თურმე იქ მძღოლს ეჩვენებოდა. ეს არ შეიძლება. ჟურნალისტმა უნდა ასახოს ყველაფერი. პრეზიდენტზე არის რაიმე კითხვა, რატომ მიდის თქვა კაფეში სავახშმოთ, არის თუ არა ბოდრუმში, მაგრამ ასევე უნდა დასვას ის კითხვაც, არის თუ არა საშიშროება რაღაც მოხდეს დაპირისპირება თქვენს მომხრეებსა და მათ მომხრეებს შორის, მოსწონს თუ არა მას ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, რაც ჩვენ თუნდაც ტელევიზიის კიბეებთან ვიხილეთ. მე არ მომწონს. მე არ მომწონდა ამდენი წლის განმავლობაში, რასაც გვიკეთებდა ხელისუფლება, არ მომწონს, როდესაც მიტინგებზე აგინებენ და ლანძღავენ. იგივე პირველი არხის იქნება თუ სხვა არხის ჟურნალისტებს ყველა უნდა შეეშვას. ფიქრობ, ეს ჩემი აზრია, არ ვიცი. ის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელმაც გუშინ წინ ღამის 4 საათზე გადაიღო კადრები ალიანს საქართველოსთვის კარვები სადაცაა 200 კაცი შეკრებილი ვატარებდით შეხვედრას. საინფორმაციო მიტინგი ქონდა, ასე ვთქვათ. 200 კაცი ორგანიზებულად იდგა და საუბრობდით. მეორე დილით რა გავიდა? ცარიელი საკნები, ბომჟები. ეს არის ძალიან ცუდი. იმ ოპერატორის და იმ ჟურნალისტის გადაწყვეტი რომ არ არის ეს ვიცი. მაგრამ პოლიტიკოსებს აქვთ უფრო მეტი კიდევ პასუხისმგებლობა დამეთანხმეთ, ბატონო დათო. თქვენ არ მოგწონთ, როდესაც ჟურნალისტების, არ ვიცი, შეურაცხყოფა, ლანძღვაგინება ხდება, პოლიტიკოსებმა ალბათ უფრო მეტად უნდა შეიკავონ თავი, იცით რატომ? რომ მოვიდეს მომავალი ხელისუფლება. მე არ მინდა რომ ზუსტად იგივე რეჟიმში იმუშაონ კვლავ რა ჟურნალისტებმა. როგორ გვიწყობდნენ ბოიკოტს, როცა მწავე შეკითხვას სვავდით და არ მოსწონდათ, როცა რაღაც კითხვას დავსვამდით და თქვენ ხართ ანგაჟირებულები. იგივე საფრთხეებს ჩვენ დღეს არ უნდა ვხედავდეთ. ძალიან დიდი მადლობა. და დიალოგს რაც შეეხება, სათვართ თქვენს გადაცემაში დიალოგისთვისაც იმ ხალხის გასაგონად, რომლებიც დიალოგზე საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში ეშინია ამის. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება. ეს იყო დავით უსუფაშვილი, კარგად ბრძანდებოდეთ. კიდევ ბერძენიშვილი ვთქვი უკაცრავად, თუმცა ბერძენიშვილის და უსუფაშვილის ორივენი რესპუბლიკური პარტიის ლიდერები არიან. ბატონ დათო სუსურებ გული წარმატებებს. რამდენიმე წუთში კი ჩვენ უკვე მოვისმინეთ დაგროვდა შეკითხვები დავით ბაქრაძის მიმართ. პირველი შეკითხვა, რომელიც მე მას უნდა დაუსვა, ეს იყო კობა დავითაშვილისგან წამოსული. თქვენ წარმოადგენთ
სახელმწიფოსთო კრიმინალურ დაჯგუფებას, რატომ ხდება ისო, რაც ხდება და შემდეგ ის, რაც ეხლა ბატონმა დავით უსუფაშვილმა ბრძანა, როდიდანაა პარლამენტი დალუქული და რატომ გაიქცა პარლამენტი სწორედ 9 აპრილის საპროტესტო აქციის წინ. რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს დავით ბაქრაძე პასუხობს. ოთხმოციანი წლების ანდეგრაუნდი და განსხვავებული ხელოვნება. ეს იყო რაღაცნაირი ფრონტი ხელოვნების, რაღაცა პერს საბჭოთა სისტემას, რომელიც ამას ყველაფერს გძალავდა. ჩვენი მოკლე ტყუით ვებრძოდით ამ ერთ მონსტრს. როგორი მუსიკა იქმნებოდა მიწისქვეშეთში? ანდეგრაუნდი გადადის პაპსაში, მეინსტრიმში, მეინსტრიმი გადადის გოიმობაში. იცი რა, აი სადღაც ანდეგრაუნდს და პაპსას შორის სადღაც აი ესე მერყობ. მეათე სართულიდან დაწყებული ექსპრესიონიზმი. გადავწყვიტეთ ერთ დღეს ყველა შევიდნენ საგებები ვიყიდეთ და წავედით თემკაზე ამ კედლის მოსახატად. ნამუშევარი იყო ძალიან აბსტრაქტული, აი ძალიან ლამაზი, ძალიან ფერადი ნამუშევრები იყო, იმიტომ რომ ძალიან გულით იყო გაკეთებული. ორიგინალური პერფორმანსები. ესე იგი ოქროსფრად ვიყავით შეგებილები, მედეოლები და დილას 10-ის ნახევარით ჩავდექით ამ ვიტრინებში მედეოლექტრებს შეკო და საკუთარი თავის ძიება. ჩემი შემოქმედება არის დოკუმენტალური ფილმი ჩემი თავის შესახებ. პოლიტიკა კონცეპტუალურ ხელოვნებაში. ჟირინოვსკის ზღვის ფეხსაცმელი რომ წამოიცვას მთელი კავკასია ფეხებზე და ისე იღებს. და ცარიელ გასტრონომებში წაკითხული ლექსები. იყოს რაღაც გარკვეული სტაგნაცია. გასტრონომი საერთოდ ცარიელი იყო. აი ესეთი დევიზები ჰქონდათ, რომ მოდი შევცვალოთ გასტრონომები, გადავაქციოთ ესტრადებად. როგორ იქმნებოდა ალტერნატიული პოეზია? და მე მაგალითად შიშისგან ვწერ. ვიღაც ხო შიშისგან იფსავს. მეც ვიფსავ, მაგრამ აი ვიფსავ აი ლექსის სახით. ნახეთ, კულტურა მიწისქვეშეთიდან. გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. ეთერშია პოლიტიკური კვირა და ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. მე მას გადავხდი მადლობას გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო დათო, ძალიან დიდი მადლობა. აქვე ალბათ მაყურებელს გაუჩნდება შეკითხვა, რატომ ხდება ისე, რომ ბატონი დათო არის ჩართვი და თქვა სხვა სტუმრები იყვნენ სტუდიაში. ეს იყო ჩემს მიერ შეთავაზებული, გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიის წინ მიმდებარე ტერიტორია არის საკნებით მთლიანად მოცული და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა პრობლემა არ შექმნილიყო ისეთი ყოველ შემთხვევაში. გადაცემიდან გამომდინარე, ვინაიდან სიტუაცია არის ძალიან დაძაბული, ბატონო დათო. იმედი არ მიწყენთ, ესე იგი, ეს რომ გავახმოვანე, რატომ გადავწყვიტეთ თქვენი ჩართვა და არა ვთქვათ სტუდიაში მოპატიჟება. დიდი მადლობა, რომ დაგთანხმდით გადაცემაში მოწვევაზე, სტუმრობაზე. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო შეკითხვით, რომელიც დაგიტოვათ კობა დავითაშვილმა. ვის წარმოადგენთ თქვენ დღეს სახელმწიფოს თუ კრიმინალურ დაჯგუფებას? დიდი მადლობა ინგა, მე ვფიქრობ ის ფორმატს, რომელიც არის დღეს ჩემი მონაწილეობის ფორმა, სრულიად შეესაბამება ხელისუფლების ტაქტიკას, რომ იყოს ძალიან თავშეკავებული, ფრთხილი და არ მიცეს არავის ზედმეტი ინციდენტის და პროვოცირების საშუალება. მე უბრალოდ ნახევარი წუთი მინდა აუცილებლად რომ დღევანდელ მომხდარ ფაქტებს შევეხმიანო და მე მინდა ჩემი თანაგზნობა გამოვხატო დღეს დაღუპული თქვენი კოლეგების მიმართ და მათი ოჯახების მიმართ ის ტრაგედია, რომელიც წუხელი მოხდა, მართლაც ძალიან ძიმე ტრაგედია იყო, მე არ შემიძლია ამ ჟურნალისტების და მათი ოჯახების მიმართ არ გამოვხატო ჩემი თანაგზნობა, ისევე როგორც არ გამოვხატო ჩემი თანაგზნობა ბატონ ლევან მიქელაძის და მისი ოჯახის მიმართ. რაც შეეხება თქვენ დასმულ კითხვას, ინგა, კითხვა შეიძლება ნებისმიერი იქნეს დასმული, მოდით გავცეთ პასუხი, ხო, რა ხდება დღეს. დღეს ერთის მხრივ დავიწყოთ ამ კითხვაზე პასუხით და შეფასებით. ერთის მხრივ არის ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ძალიან დინჯად, მშვიდად, ფრთხილად, გაწონასწორებულად, წინდახედულად, ისე რომ არ მოხდეს არანაირი პროვოკაცია, მინიმუმამდე დავიდეს ნებისმიერი არეულობა და მეორეს მხრივ არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლისგანაც მოდის
აგრესია, რომლისგანაც მოდის შეურიგებლობა, რომლისგანაც მოდის არამხოლოდ პოლიტიკური აგრესია, არამედ აგრესია სრულიად ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ, ვისაც სურს საკუთარ სახლში, საკუთარი მანქანით მივიდეს, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ თავის აზრს, სრულიად ჩვეულებრივი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმეს, სრულიად ჩვეულებრივი გამვლელების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული აზრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამიტომ მოდით თვითონ მაყურებელმა განსაჯოს, რომელი მხარე შეიძლება შეედაროს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე სახელმწიფოს და რომელი მხარე შეიძლება უფრო ახლოს იდგეს თავისი ძალიან მოქმედებებით დავაწყნილად გამოგივიდათ ეხლა ბატონო დავით, რომ ხელისუფლება როგორი კარგია, როგორ მშვიდად ზის თავისთვის წყნარად და რაც უდია ოპოზიცია. ოპოზიციის მიმართ მე მესმის ეხლა ხელისუფლების დამოკიდებულება არის ქვეყანაში საპროტესტო აქცია, არის საკნების ქალაქი, დღეს თბილისი, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ზის წყნარად, ამის მიღმა თქვენი ოპონენტები აკეთებენ განცხადებას, რომ ყველაფერი პროვოცირებული არის სწორედ ხელისუფლების მიერ, რაც კი მომხდარა ამ დღეებში და კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთან კადრებიც გავიდა. მე დავიწყებ თქვენთან საუბარს სწორედ ამით. ბატონი ვასილ სანოძე, როგორ ისვრის წყლით სავსე პარკს, იქ ბატონი კობა საუბრობდა, რომ ჩანსო კიდევ სხვა კადრებიც და იგი ამბობდა, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ასეთი მაღალჩინოსანი ხულიგნობას ჩადის, იგი უნდა იქნას გადაყენებული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა ბატონი კობა. რა სიტყვით მართლაც რას ნიშნავს აი ახლა ეს ყველაფერი? ინგა პირველ რიგში მე ნამდვილად არ ვამბობ, რომ ვინმე კარგი და ცუდია, მე შევეცადე სიტუაციის აღწერას და თუ ვინმე ამ ქვეყანაში ცუდია, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ისევ ხელისუფლების თავის ტკივილია, ამიტომ მე ნამდვილად არ მინდა დავყო, რომ ვინმე კარგი და ცუდია. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, მე ვნახე ის კადრი, რომელზეც საუბარი იყო, ბუნებრივია, მე დაუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და მათგან უკვე მიღებული არის ასეთი ინფორმაცია, რომ საუბარი არის წყლით სავსე პაკეტზე, რომელიც ბატონმა სანოძემ ხუმრობის მიზნით თავის საკუთარ თანამშრომლებთან ჩააგდო. კარგით, ეხლა იმედი მაქვს, ეხლა თქვენ არ ხუმრობთ, ბატონო დავით, რას ნიშნავს? ერთი წუთით ინგა არ ხუმრობ. თავის საკუთარ თანამშრომლებს და ერთი წუთით ინგა დავასრულებ, თუ შეიძლება, პირველ რიგში თუ შეიძლება აჩვენეთ კადრი, ვინ იდგა მაიუნის ქვემოთ და ვის მოხვდა ეს წყლით სავსე პაკეტი, აჩვენეთ ეს კადრი. რა ჩვენ გვაქვს იმის მიხედვით ვინ სჯელოთ, მე არ ვიცი არის თუ არა. ამიტომ არ ხუმრობ, ქალბატონო, ინგა აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩანს, რომ ადამიანი ვიღაცას წუწავს აივნიდან. თავისთავად ეს შეიძლება იყოს ცუდი ხუმრობა, მაგრამ ის რომ ეს არის კრიმინალი და დანაშაული იმ ფონზე, როდესაც სახუმაროდ სადია წუწაობას თამაშობს უკაცრავად თუ ვერ გავიგე. ბოდიში წინადადება თუ ვერ დავასრულე აზრი არ აქვს. არა, უბრალოდ დავიბენი ისეთ. გასაგები არა, მაგასაც აგიხსნით, საწუწაოდ არცალია და შეიძლება ეს იყო იმ მომენტში არასწორი ან ბავშვური საქციელი და ბუნებრივია ამას თავისი პასუხი სამინისტროს შიგნით და ვერტიკალში მოყვება, მაგრამ ამის დარქმევა კრიმინალად და ამის მონათლა კრიმინალად იმ ფონზე, რასაც ჩვენ ამ დღეების მანძილზე ვხედავთ, მე ვფიქრობ, უბრალოდ არასერიოზულია, ხო? თუ წყლით გაწუწვა კრიმინალია, მაშინ ყველაზე დიდი რეციდივისტი ამ ქვეყანაში კობა სუბელიანია, რომელიც პირდაპირ შლანგით წუწავდა გამვლელებს ზაფხულში. კარგით, ბატონო დავით, ეხლა იმედია ხუმრობაში არ გადავიტანთ ამ თემას. აქ საუბარი არის იმაზე, რომ იგი აქციის მონაწილეებს გაუსწორდაო, ესე საუბარი უკაცრავად. ინგა, აქ საუბარი არის იმაზე, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, კადრი და ფაქტი იმის, თუ რა მოხდა სად ჩავარდა წყლით სავსე პაკეტი ისევ ხას უსვავ, რომელიც ვერავის ვერანაირ დაზიანებას ვერ მიაყენება. მე აღმოვაჩინე ხელისუფლების გასართობი არანაირი დასაბუთება არ არსებობს, თუ სად მოხდა ეს წყლით სავსე პაკეტი, დაეცა თუ არა ვინმეს, დაზიანდა თუ არა ვინმე და საბოლოო ჯამში საუბარი არის წყლით სავსე პაკეტზე და მე ვფიქრობ დღეს ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებზე ვართ სასაუბრო, თუნდაც სუხანდელი ინციდენტიდან დამაბნეველი არის ის პასუხი, რაც თქვენთვის უთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ასე ერთობიან თურმე მაღალჩინოს. თქვენ შეკითხვაში, არა, გართობაზე არ იყო საუბარი, თქვენ შეკითხვაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მეორე ნაწილი, სადაც საუბარია, რომ თურმე ყველაფერი არის ხელისუფლების პროვოცირებული. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება ვინმემ მანქანაში ვინმეს ჩაულაგოს ბეისბოლის ჯოხები და აიძულოს ამ ჯოხების მიტინგზე დარიგება, ისე რომ ეს იყოს პროვოკაცია. მე ძალიან გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ვინმემ აცემიოს უდანაშაულო გამვლელები და ის ვინ არიან ის ადამიანები, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ჟურნალისტი ბრძანდებით თქვენს და თბილისში არაფერი არ იმალება, თაცმინდაზე მიბრძანდით და გაარკვევთ, რომ ეს არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა ერთადერთი დანაშაული იყო იმაში, რომ მათ საკუთარ სახლში საკუთარი მანქანით თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს
ადამიანები ამოიცნეს, როდესაც ავლაბრისკენ იყო მსვლელობა და მაშინაცო პროვოკაციას აწყობდნენ, ანუ ხელისუფლების მიერ მოგზაურები ადამიანები. მე და თქვენ და თქვენ სტუდიაში შეგვიძლია ამაზე ვიდაოთ, მაგრამ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და დამერწმუნეთ, რომ დღეს თელმა თუ არა 3/4-მა მთაწმინდამ ნამდვილად იცის ვინ არიან ეს ადამიანები და ნამდვილად იცის რა მოხდა წუხელი ღამე. ამიტომ ასეთი ამბები არ იმალება და რაც არ უნდა გამოაცხადონ სტუდიაში პოლიტიკოსებმა სიმართლე რჩება სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ეს ადამიანები წუხელი გახდნენ ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი ერთადერთი მიზეზით, რომ მათ სურდათ საკუთარ სახლში მისვლა. ეს არ არის ერთადერთი ადამიანები. წინა დღეებში ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი მსგავსი სცენა, როდესაც აგრესიის ობიექტები ხდებოდნენ ადამიანები, ვინც უბრალოდ ჩქარობდა თავის საქმეზე მანქანით და არ სურდა მანქანის გაჩერება, ვისაც სურდა განსხვავებული აზრის დაფიქსირება, თუნდაც ჟურნალისტები და ძალიან ბევრი სხვა შემთხვევა. მაშინ მე ახლა შეგახსენებთ რეჟისორს თქო კიდევ ერთხელ გაიმეოროთ იგივე ის სანოძის კადრები. მე და შემდეგ კითხვას დავსვამ, მაგრამ ეს უნდა გავიმეორო ბატონო დავით. იგივე კადრებში ჩანს ტირისტოფიანი ადამიანიც, აქ მარტო როგორ ერთობა სანოძე წყლით სავსე პარკით იმაზე არ არის საუბარი და ჩვენ შემდეგ ნახეთ ადამიანი მომიტინგე, რომელსაც სწორედ ტირისტოფით ჰქონდა მიყენებული ის ჭრილობა. ეხლა გადის ეთერში და მე მინდა უბრალოდ ვიყო ობიექტური ეხლა, როდესაც ამ კადრებზე არის საუბარი. თუ კი ჩვენ რაღაც დეტალებს ჩავყვებით, ეს ასე იყო. კი ბატონო, ამაზე მქონდა მე შეკითხვა და თუ ეს ადამიანი, რომელიც კადრში ჩანს, თავისთავად ხა კადრში მოხვედრა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, თუ ამ ადამიანს ჩადენილი აქვს რაიმე სახის დარღვევა ან გადაცდენა, ბუნებრივია ის იქნება დასჯილი და როდესაც ვსაუბრობ ძალადობაზე, ძალადობა არ არის ნაწილობრივი ან ცალმხრივი, ნებისმიერი არასწორი აქციელი ორივე მხრიდან, ნებისმიერი მხრიდან უნდა იქნეს დასჯილი და მე ამაზე ჩემი პოზიცია არაერთგზის მაგ იმისათვის რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აღდგეს თუნდაც ნდობა იმ დონეზე მაინც რომ დასხდნენ და დიალოგი შედგეს მათ შორის, მე მინდა გავიმეორო თქვენი ნებართვით ბატონო დავით, კითხვა რომელიც წეღან ყობა დავითაშვილმა დასვა თქვენი მისამართით. თუ კი ამ ხელისუფლებას აქვს იმაზე პრეტენზია, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს და არა კრიმინალურ ჯგუფს, თუ კიო მათ სურთ რომ ოპოზიციასთან რაღაც დიალოგი აწარმოონ. მე უსვამ შეკითხვასო ბატონ დავით ბაქრაძეს, რატომ არ არის დღემდე დასჯილი პარლამენტის წევრი ემზარ გელაშვილი, რომელიც მონაწილეობდა 7 ნოემბრის დროს ყობა დავითაშვილზე თავდასხმაში. რა პასუხი აქვს ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეს? ქალბატონო, პირველ რიგში ალბათ უკეთესი იქნება, რომ თქვენი საკუთარი შეკითხვები დამისვათ, ვინაიდან რაღაც სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყველგან სადაც მივდივარ, ჩემი ოპონენტები მახვედრებენ კითხვებს, ამ ოპონენტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მე მაქვს პირადი ურთიერთობა და მათი დიდი ნაწილი, ქალბატონო ინგა, როდესაც მათ ჭირდებათ, ძალიან კარგად ახერხებს ჩემთან დარეკვას და ნებისმიერი შეკითხვის დასმას, ამიტომ ჩემთვის ესეთი ტელემიმართვების ფორმა თავისთავად ცოტა უცნაური და მიუღებელია, ამიტომ მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ საშუალება მომეცემა ჩემი პოზიცია გავაცნო საზოგადოებას და თქვენი შეკითხვები მოვისმინო და არა ვიღაცის დატოვებული. მოწვეული ბატონო დავით, ჩემი შეკითხვებიც გამომდინარეობს მათი შეკითხვებიდან, სწორედ ის პრეტენზიები, რაც თქვათ ოპოზიციას აქვს ხელისუფლების მისამართით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის თუ არა შანსი შედგეს დიალოგი და როცა თქვათ პოლიტიკოსი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ პარლამენტის წევრიო მონაწილეობდა ამ თავდასხმაში, ხომ მაქვს მეუფლება, რომ ეს შეკითხვა გავიმეორო და გავიმეორო არაერთხელ, რატომ არ არის გამოძიებული. კარგით, ბატონო დავით, მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება დიალოგს ისე უბრალოდ დეკლარირებულად, ისე უბრალოდ განცხადებისთვის ხმარობს ამ სიტყვას, თორემ სინამდვილეში არანაირი დიალოგის სურვილი არ არის მათი მხრიდან. რა სიტყვის ხელისუფლება, როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა? ვართ აშკარად პოლიტიკურ ჩიხში და დღეს ვერავინ ამბობს, რით შეიძლება ეს ყველაფერი რომ დასრულდეს. კარგით, რაც შეეხება წინა კითხვას, მაინც ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ბრალდება, ეს თქვენ სტუდიაში კი არ უნდა გაჟღერდეს, ამას შესაბამის სამართლებრივი ფორმა აქვს და ვინ და იურისტმა ნამდვილად უნდა იცოდეს, რა ფორმით ხდება სამართლებრივი რეაგირება, თუ მას არ სურს, რომ ეს იყოს უბრალოდ სტუდიაში გაჟღერებული რიტორიკული კითხვა. რაც შეეხება პოლიტიკურ ჩიხს, მე ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ პროცესი არის ჩიხში, ოღონდ მე დავაზუსტებდი, რომ ჩიხში არის პროცესი, რომელიც საქართველოში გულისხმობს რადიკალური პოლიტიკის გატარებით და ქუჩის პოლიტიკის გატარებით ხელისუფლების შეცვლას. ამ ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში 4-ჯერ მოხდა ხელისუფლების შეცვლა სწორედ ქუჩის აქციებით. მე ვფიქრობ, დრო არის დასრულდეს და დღეს საბედნიეროდ არსებობს ყველა ნიშანი იმის, რომ ეს დასრულდება და საქართველო გახდება ნორმალური ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ცვლილებები მოვიდა, თუმცა ნუ შევადარებთ, საუბარი იყო არჩევნების გაყალბებული არჩევნების შედეგებზე და არა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ამბიციაზე,
რომ იყოს ლიდერი ძალიან პრინციპული პასუხისმგებლობა დაკარგულ ტერიტორიებზე ძალიან პრინციპული განსხვავება ინგა თუ არის საუბარი პასუხისმგებლობაზე პასუხისმგებლობის დაყენებისთვის არსებობს ერთადერთი ფორმა დიალოგი და კომუნიკაცია და არა ულტიმატუმი. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი და არა მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე პარლამენტის წინ მიმდინარე დაპირისპირება, რის გამოც ეს ქვეყანა მუდმივად შუაშია გახლეჩილი. აი ეს პროცესი ნამდვილად ჩიხში შევიდა და მე ვფიქრობ ეს ქვეყნისთვის კი, მაგრამ დიალოგი რომ შედგეს, რას თავაზობთ, ბატონო დავით? დიალოგს გიპასუხებთ ქალბატონო ინგა. მე არ ვახმაურებდი ამ საკითხს, ვინაიდან ბუნებრივია ეს არის კონფიდენციალური თემა, ამიტომ მე დღესაც ვერ დაგისახელებთ იმ ადამიანების გვარებს, ვისთანაც ეს დიალოგი ქონდა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ წინა კვირის ოპოზიციის ლიდერებზე არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერებზე არის საუბარი. წინა კვირის განმავლობაში, აი ამ კვირის არა, იმის წინა კვირის განმავლობაში ჩვენ გქონდა სრულიად კონკრეტული შეთავაზება მათ მიმართ, რომ შემდგარიყო შაბათ-კვირას შემდგარიყო კონფიდენციალური შეხვედრა, სადაც გავივლიდით ძირითად საკითხებს თუ რაზე შეიძლებოდა რომ გვესაუბრა იგივე გნებად დობის აღდგენის და გნებად პოლიტიკური პროცესის მიმართულებით, ხოლო შემდგომ დღეებში, სამშაბათს ან ოთხშაბათს უკვე გამართულიყო შეხვედრა ჩვენ შევთავაზეთ სრულიად კონკრეტული პირობები, შევთავაზეთ შეხვედრის გამართვა ღია დღის წესრიგით, რომ მათაც ისინიც არ შესულიყვნენ ჩიხში და საკუთარი მომხრეებისთვის ეთქვათ, რომ დააყენეს ნებისმიერი თემა რაც უნდათ და პროცესის გადარჩენილიყო. ეს ყველაფერი კონკრეტულად იყო გავლილი, ამაში მონაწილეობდა სხვათა შორის რამდენიმე ძალიან ცნობილი წარმომადგენელი საერთაშორისო თანამეგობრობის და პასუხი, რომელიც ამაზე მივიღეთ, გახდათ ის განცხადება, რომლითაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოიჭრა ყველა გზა იყო უარი და კიდევ ერთხელ მოიჭრა ყველა გზა დიალოგისკენ. ეხა ამ დეტალებს ჩვენ რა თქმა უნდა თავის დროზე არ ვახმოვანებდით, იმიტომ რომ ჩვენ გსურდა და გსურს რომ ეს დიალოგი შედგეს, მაგრამ თუ ოპოზიციის მხრიდან მოდის ბრალდება რომ ჩვენ არაფერ კონკრეტულს არ ვთავაზობდით, მე იძულებული ვარ განვაცხადო რომ ვთავაზობდით სრულიად კონკრეტულ სქემას, სრულიად კონკრეტულ. ისინი ამბობენ რომ სასაცილოა საუბარიო ეხა საარჩევნო კოდექსზე, სასაცილოა იმ ყველაფერზე საუბარი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობსო, მაშინ როცა ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას. ანუ არაადეკვატურია ეს ყველაფერი და აზრს ვერ ვხედავთო. რას თავაზობდით ასეთ თუ შეგიძლიათ გითხრათ? არა, ჯერ ეს ერთი ვთავაზობდით კონკრეტულ მექანიზმს, სქემას, ადგილს და დროს, როგორ და რა ფორმით უნდა შემდგარიყო ეს დიალოგი, რაც სამწუხაროდ უარყვეს. თუნდაც გადადგომაზე სააკაშვილის. რაც შეეხება შინაარს დიალოგის, რაც შეეხება შინაარს, მოდით გავყოთ ორი საკითხად. პირველი, რა არის კარგი ქვეყნისთვის და მეორე, რა არის კარგი საკუთარი პოლიტიკური ამბიციისთვის. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელსაც ჩავთვლით, რომ არის კარგი ქვეყნისთვის. წლების მანძილზე ინგა ამ ქვეყანაში იყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძლიერი და წლების მანძილზე ჩვენი ოპონენტები იძახოდნენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტის გვარს, თუ არ შეიცვალა პრეზიდენტის ინსტიტუტი და თუ არ შეიცვალა კონსტიტუცია. მეთანხმებით თუ არა, რომ ეს ესე იყო. დღეს ჩვენ ვთავაზობთ დავსხდეთ, შევქმნათ კონსტიტუციური რეფორმის კომისია და შევცვალოთ კონსტიტუცია ისე, რომ იყოს საპარლამენტო გაძლიერებული საპარლამენტო ფუნქცია და შევცვალოთ ინსტიტუტების როლი. დღეს იგივე ადამიანები, ვინც ყოველთვის ამბობდა, რომ გვარს მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ შევცვალეთ ინსტიტუტი, როდესაც ვთავაზობთ ინსტიტუტის შეცვლას, დღეს იგივე ადამიანები ამბობენ, რომ არა, მნიშვნელობა აქვს სწორედ გვარს. და ამის მიზეზი არის სრულიად კონკრეტული და ცალსახა. მეორე, გაუგებარია, როგორ შეიძლება პოლიტიკოსისთვის სასაცილო თემა იყოს არჩევნები. ეს სრულიად არასერიოზული სასაცილო თემა არის, რომ ეხა საარჩევნო კოდექსზე საუბარი. საარჩევნო კოდექსი, ქალბატონო ინგა, არჩევნებს რომ ითხოვენ, რითი ითხოვენ ამ არჩევნებს, ვინ უნდა ჩაატაროს და რა კანონით უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები. თუ არ ვწდები, მე შეკითხვა დავსვი 4ჯერ ამ სტუდიაში და თითოეულმა სტუმარმა როცა ეს კითხვა დავსვი, რომ აი ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები, თუ კი გადადგება სააკაშვილი, თქვენს დავით ბაქრაძე. ამას სხვათა შორის ბევრი კითხვა გააჩინა თქვენთან მიმართებაში, რატომ გიცხადებდნენ ნდობას ოპოზიციის ლიდერები. რამეს ხომ არ გეგმავდა ბაქრაძე ოპოზიციისკენ გადახრის თვალსაზრისით. მე ვიტყოდი, რომ უბრალოდ ალბათ ცდილობენ, რომ თავისებურად კონსტიტუციური უწყვეტობა შეინარჩუნონ, მაგრამ აქ თავარი სხვა რამეა. ვის აქვს ხო, თუ არის საუბარი ჩვენ შორის სერიოზულ ურთიერთობაზე, სერიოზულ ურთიერთობაში პიროვნული ფაქტორი მნიშვნელობას არ ასრულებს. ხო, საუბარი არის არა იმაზე, რომ ბაქრაძე კარგი ბიჭია და კარგად ჩაატარებს. საუბარი უნდა იყოს კარგ კანონზე, რა უნდათ მათ.
ასე ამ მოქმედი კანონმდებლობით ჩვენ შარშან ჩავატარეთ ორი არჩევნები, რომლის შედეგსაც ნაწილი ცნობს, ნაწილი არ ცნობს და რა ჩავატაროთ ისევ ამ კანონით არჩევნები და რა ისევ ნაწილი არ იცნობს შედეგებს. ეხლა შევცვალოთ თუ ეს საარჩევნო კანონმდებლობა და 2013 წელს ჩავატაროთ არჩევნებიო. ძალიან ლოგიკურია მათი კითხვა. ანუ მათი მოთხოვნის შესაბამისათაც კი თუ არ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, მაშინ გაუგებარია რატო ითხოვენ საკადრო შეცვლას. ხო, შარშან იყო ორი არჩევნები. ხალხმა გამოხატა ძალიან მკაფიოდ თავისი აზრი, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები და თulis რომ წელს მეტი შანსი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ამის გამო ხელახლა არჩევნები არ ტარდება. მაშინ მე გეტყვით, ისინი ითხოვენ რომ ასევე თუ შეიძლება, ისევე როგორც გაუგებარია ქილიკი არჩევნებზე, სრულიად გაუგებარია ქილიკი ეკონომიკაზე. ეკონომიკა არ გულისხმობს ჩვენ არც ურუგვაის ვალუტაზე ვაპირებთ საუბარს და არც ახალი ზელანდიის საბანკო სისტემაზე. ჩვენ გვაქვს სრულიად კონკრეტულ თემაზე საუბარი, როგორ დავიცვათ ყველა ჩვენი თანამოქალაქე, როგორ დავიცვათ საქართველოს ეკონომიკური კრიზისისგან. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს ინფლაცია, არ გაკოტრდეს ბანკები, არ გაიყინოს ხელფასები და პენსიები და თუ ეს საქილიკოა ვინმესთვის, მე უკაცრავად, მაგრამ მე სრულიად სხვა წარმოდგენა მაქვს სერიოზულ პოლიტიკურ თემებზე, როგორ შეიძლება პოლიტიკოსისთვის შეთავაზება, რომ ეკონომიკური პოლიტიკის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა, შეიძლება იყოს არასერიოზული და საქილიკო შეთავაზება. წლების მანძილზე ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებდა ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკისთვის. კი ბატონო, დავხვდეთ და ერთად გავარჩიოთ როგორ უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა. როგორც კი საქმეზე მიდგა, მათი მხრიდან ეს გახდა საუბრის მაგივრად ქილიკის თემა. ისევე როგორც ინსტიტუტების შეცვლა, რომელზეც წლების მანძილზე საუბრობდნენ, როგორც კი საქმეზე მიდგა, გახდა ასევე ქილიკის თემა. ეს არის დამოკიდებულება, როდესაც თემები იცვლება გამომდინარე კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურიდან რამდენიმე თვეში ერთხელ. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ხა რაიმე სერიოზულ საუბარზე გათვლა სამწუხაროდ მართლა ძნელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა იმ რეფორმისთვის, რომელიც კარგია ქვეყნისთვის, მზადყოფნა არსებობს და თუ ამას არ გავაკეთებთ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან ერთად მათი უარის გამო, ამას გავაკეთებთ საზოგადოებასთან ერთად და გავაკეთებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომელ საზოგადოებასთან უკაცრავად. ძალიან დაკავით ეს არის კარგი ქვეყნისთვის და არა იმიტომ, რომ ეს არის კარგი ვიღაცა კონკრეტული გვარის მქონე პოლიტიკოსი. კარგით, მე კითხვას დავსვავ. პირველ რიგში ისინი ამბობენ, რომ ეკონომიკურ თემებზე საუბარი იმ დროს, როდესაც ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას, არის არაადეკვატური. ხმა თუ ესმის ბატონ დავით, მე მინდა კითხვა დავსვა. გესმით ბატონო დავით? ტექნიკური ხარვეზია ქალბატონო. იმედი მაქვს 2 წუთში გამოსწორდება ხმა, თუ მოგდით ახლა ხმა ბატონო დავით, როგორც კი მოგივათ ხმა. ეხლავე 2 წუთში მე კვლავ დაგისვავთ შეკითხვას, მანამდე მინდა უბრალოდ გავიმეოროთ ის კადრები, რომელიც გადიოდა ჩვენს ეთერში, რომელმაც ამდენი დავა გამოიწვია, თუ შეიძლება იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსთან შეეხება ეს თუ ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო კითხვა იყო კი არა და ასეთი პროვოკაციული შეიძლება ითქვას, ვინ დგასო იმ აივნის ქვეშ და საინტერესოა, ოდესმე გვექნება თუ არა ამაზე პასუხის საშუალება, არის თუ არა გადაღებული ეს კადრები. რამდენადაც მე ვიცი, ქვევით ეს კადრი არ არის გადაღებული, თუმცა ეს იყო აქციის დარბევის დროს, უკაცრავად. კარგით, ბატონო დავით, გესმით ჩვენი? დარბევის არა, მე არასწორად გამოდგე, ეს იყო მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. კარგით, მე მინდა გავიმეორო შეკითხვა, თქვენ ხმა აღარ მოგდიოდა წეღარ. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება არისო არაადეკვატური, იმიტომ რომ ეკონომიკურ თემებზე გველაპარაკება, როდესაც ჩვენ ვითხოვთო პრეზიდენტის გადადგომას. კარგით, მე გავიგე თქვენი პასუხი, მაგრამ წეგან თქვენ ბრძანეთ, რომ თუ არ უნდა ოპოზიციას საუბარი იმ თემებზე, რასაც ჩვენ თავაზობთ, ჩვენ ვართ მზად ვისაუბროთ საზოგადოებასთან. მე გისვამთ კითხვას, რომელ საზოგადოებასთან? მე მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელი, გაერთიანებულია დღეს ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგებში. აშკარა იყო და თვალშისაცემი იყო, ვიდრე დადგებოდა 9 აპრილი და ვიდრე დაიწყებოდა საპროტესტო გამოსვლები, იგივე დავით ბაქრაძე როგორ აქტიურად ხვდებოდა სხვადასხვა ადამიანებს, მათ შორის მე მახსენდება შეხვედრა, ძალიან სერიოზული შეხვედრა, თუნდაც თქვენს ოპონენტებთან, ხომ, ამ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების ჩათვლით, მაგრამ გაჩნდა მაშინვე ასეთი კითხვა, რაში დასჭირდა ხელისუფლებას 9 აპრილის წინ დაეთბო ამ ხალხთან სალაპარაკო ტონი, მაშინ როდესაც მათ ეძახდაო ჩარეცხილებს, მაშინ როდესაც მათ ყრიდა უნივერსიტეტიდან, თუნდაც ისეთი ფორმით, რაც ალბათ დამეთანხმებით, არც თქვენ მოგეწონებოდა, თქვენ მაშინ არ იყავით პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც გამოყარეს პოლიციის ძალით, პირდაპირ მნიშვნელობით. ეხლა როდესაც თქვენ საუბრობთ, საზოგადოებას მეტყვითო და დაველაპარაკებით, ვინ არის ეს საზოგადოება?
საზოგადოება ქალბატონო ინგა არ არის მხოლოდ რამდენიმე ცნობადი სახე. საზოგადოება არის ყველა, საზოგადოება ბრძანდებით თქვენ, საზოგადოება არიან თქვენი კოლეგები, საზოგადოება არის ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის პროფესურა, მათ შორის ექსპერტები და ჩვენ ეს შეხვედრები არ დაგვიწყია და მე ეს შეხვედრები არ დამიწყია 9 აპრილის წინ. ეს შეხვედრები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, უბრალოდ ბოლო პერიოდში გასაგები მიზეზის გამო ის მედიის ბევრად მეტი ყურადღების ცენტრში მოექცა. ასეთ შეხვედრებს ჩვენ გავაგრძელებთ და ბრალდება რომ 9 aprilis წინ ხვდებით საზოგადოებას და ახლოვებით ისეთი ბრალდებაა რომ თბილისში ქუჩებს ბუშის ვიზიტისთვის ვაგებდით. ნახეთ რომ ბუში ჩამოვიდა, წავიდა და იმის შემდეგ გაკეთდა 50-ჯერ მეტი ქუჩა ვიდრე მისი ჩამოსვლის წინ. ამიტომ ეს არის პროცესი, ეს პროცესი დაწყებულია, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ საზოგადოებასთან ერთად და პოლიტიკური სპექტრის ნაწილთან ერთად და ნუ და გავიწყდებათ რომ არსებობს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, რომელსაც სხვათა შორის აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და ყველა კლევის მიხედვით იმავე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არის ქვეყანაში მეორე პარტია პოლიტიკური მხარდაჭერის მიხედვით, არის პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ევოლუციის და რეფორმების გზით მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში და რევოლუციების, საკნების, გალიების, ჯოხების, ქვების და ასე შემდეგ. კარგით, ბატონო დავით, თქვენ წეგან თქვით, რომ მე არ ვაპირებ ხა დავასახელო ის ადამიანები, ვისთანაც მქონდა საუბარიო, აი ამ სავარაუდო შეხვედრისა და თემების შესახებ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ესენი იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიო. მითხარით ვისთან ქონდათ იმისათვის რომ უფრო მეტად ღია გახდეს მთელი ეს პროცესი, რატომ არ შეიძლება თქვათ ვისთან ქონდათ ეს მოლაპარაკებები ოპოზიციიდან? არა, ქალბატონო ინგა, სამწუხაროდ მე მაქვს პასუხისმგებლობის გზნობა და ჩემთვის ბევრი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით თავარი არის არა ის, რომ ხმამაღალი განცხადება გავაკეთოთ თქვენ ეთერში. არა, თავარია ის, რომ პროცესები წავიდეს ნორმალური მიმართულებით. მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია ან მისი რამდენიმე წარმომადგენელი მაინც გამონახავს თავის თავში პოლიტიკურ სიმამაცეს აღიაროს, რომ არსებული ფორმით პროცესები შევიდა ჩიხში და აუცილებელია ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შეცვლა და ამიტომ მე ამ ადამიანებს ვერ დავასახელებ, თუმცა ვადასტურებ, რომ ასეთი ტიპის საუბრები არსებობდა. თავისთავად ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, პირიქით ეს არის კარგი და თუ ჩვენ მოვახერხეთ დიალოგის დაწყება, ეს იქნება კარგი მთელი საზოგადოებისთვის. თუმცა ისევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ამის რესურსი და დროის რესურსი ამოუწურავი არ არის და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დავიწყებთ აღნიშნული რეფორმების განხორციელებას ან რადიკალური ოპოზიციის ნაწილთან ერთად, ან მათ გარეშე იმ პოლიტიკოსებთან, ვისაც ეს სურს. ბატონო დავით, პარლამენტი რომ არის დღეს უფუნქციო, პარლამენტი რომ არის დღეს დაკეტილი დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, იქ არიან დღეს სპეცრაზმელები. ამაზე რა სიტყვით? ნინო ბურჯანაძის თქვენი წინამორბედის ძალიან მწვავე, ძალიან კრიტიკული განცხადებები მინდა შეგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ არ ახსოვს პრაქტიკულად საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში, რომ პარლამენტი უფუნქციო დარჩენილიყო და შენობაში ვერ შესულიყვნენ დეპუტატები. რა სიტყვით? ნუ პირველ რიგში მოდით ალბათ შედარება იყო ნოემბერთან, ნუ შევადარებთ 2007 წლის ნოემბერს, მე ვფიქრობ ძალიან ბევრი პოზიტიური პარალელი არსებობს დღევანდელი სიტუაციის სასარგებლოდ, ამიტომ მე ნამდვილად არ შევადარებდი, მათ შორის არც ოპოზიციის ლიდერების მხრიდან არ შევადარებდი სიტუაციას 2007 წლის ნოემბერს. პარლამენტში ეხება პარლამენტს 9 აპრილის შემდეგ პრაქტიკულად 2 კვირის განმავლობაში პარლამენტი მუშაობდა გარკვეული შეზღუდვებით, ეს შეეხებოდა მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. მიზეზი არის სრულიად მარტივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც ჯოხებს არიგებს და ქვებს ისვრის, ჩვენ არ გვინდა, რომ პროცესები განვითარდეს ძალადობის მიმართულებით. ჩვენ არ გვინდა, რომ ნებისმიერი ძალას, რომელსაც სურს არეულობა, პროვოკაცია, ძალის გამოყენება და აგრესია, მიუცეთ შანსი, რომ ეს მოხდეს. ამიტომ არა იმიტომ, რომ ჩვენ სუსტები ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენ ვართ მშვიდები, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გზნობა, ჩვენ ამას თავს ვარიდებთ. უკანასკნელი თუ შეიძლება დავასრულებ ინგა და ის რაც დღეს ხდება და ალბათ შეკითხვა ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება შეკითხვა, რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს იგივე ქუჩების დაკეტვა და სხვა პროცესები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ეს არის საპროტესტო აქციები, დემოკრატიული ფორმა. მე გეტყვით ძალიან მარტივად, დემოკრატიული ფორმა ხელოვნურად ქუჩის დაკეტვა ნამდვილად არ არის, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ნათელი გახდეს, რომ რადიკალურ პოლიტიკას არ აქვს მომავალი. სწორედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ნათელი გახდეს, რომ საკანს, გალიას და ჯოხს არ აქვს მომავალი. სწორედ იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში
ყველა პოლიტიკოსმა ეს გაკვეთილი მიიღოს და სამომავლოდ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, არც მე, არც ჩვენ და არც სხვამ აღარ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც წაიყვანს ქვეყანას რადიკალიზაციისკენ, სწორედ ამიტომ რომ ეს ყველაფერი ბოლომდე ნათელი გახდეს, ჩვენ ვიტანთ იმას, რასაც ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება არ აიტანდა. მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და მე ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად სწორი გზა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას ვაჩვენებთ მოვლენების ნამდვილ დიდი მადლობა. ისე რადიკალიზაციას რაც შეეხება, ეხლა აქ რომ იყოს თქვენი ოპონენტი, აუცილებლად გეტყოდათ, რომ ხელისუფლებამ მიიყვანა ეს სიტუაციაო რადიკალიზაციამდე თუ კი მივედით, თავისთავად მე არ მინდა ამაზე ვიდა უკვე გადავაცილე და მეუბნებია, რომ სასწრაფოდ უნდა დავამთავრო, მაგრამ მითხარით რა, სააკაშვილი ბოდრუმში მართლა იყო? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? და დავასრულებ თქვენთან საუბარს. ხალბატონო ინგა გუშინ თემა საქართველოს მიხილა რომ ის ხო ბულგარეთში ენერგოსამიტზე მერე ჩაფრინდაო საკუთარი თვითმფრინავი დღეს პრეზიდენტი დილიდან არის თბილისში შემიძლია პირადად დაგიდასტუროთ რომ დილის მერე ძალიან ბევრჯერ ვესაუბრე მას და ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა დღეს ის თბილისში ეს არის დაახლოებით იგივე კატეგორიის ინფორმაცია როგორც თურმე 2 დღის წინ ეროვნული ბანკის რესურსი გავიტანეთ გურჯაანში, ოქროს რეზერვი გავიტანეთ ქუთაისში, მე გაქცეული ვიყავი და ვიმალებოდი ვენაში. 9 აპრილს თურმე სააკაშვილი ბობოყვათში იყო გაქცეული დეპუტატებთან ერთად. მაშინ როცა ყველამ ნახა რომ რუსთაველზე იყო პარლამენტის წინ და სიგნახში ქეიფობდა ამ სტუდიაში თქვა არ შემიძლია არ შევეხო. ბრალდებათ დღეს ისმოდა ის რომ თურმე სააკაშვილი იყო სიგნახში და ქუთაისში. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ სიგნაღი და ქუთაისი არის ზუსტად ისეთივე საქართველო, როგორც თბილისი და რუსთაველი და საუბარი იყო ქეიფზე, ბატონო არა, ინგა ქეიფზე არ იყო საუბარი, ბრალდება იყო, რომ 4-ში წავიდა ქუთაისში, 9-ში წავიდა სიგნაღში. ქუთაისში წავიდა, სიგნაღში წავიდა, ზუგდიდში წავა, ბათუმშიც და ხაშურშიც, იმიტომ რომ ყველა ეს ქალაქი არის ზუსტად ისეთივე საქართველო, როგორც რუსთაველი და თბილისი. მე თბილისელი ვარ, მე რუსთაველზე გავიზარდე, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოს, რომ ასეთი დაყოფა, რომ თურმე მთავარი რუსთაველია და ქუთაისში წასვლა დანაშაულია, არის უპასუხისმგებლობა და დანაშაული ქვეყნის წინაშე. კარგით, ბატონო დავით, თუმცა მე რომ ვიყო ობიექტური, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ იყო საუბარი იმაზე, ვთქვათ, რა დაიხარჯაო მისი ქეიფისთვის, იყო თუ არა ის გართობა და ასე შემდეგ. რატომ მარჯანიშვილზე მომხდარმა ფაქტმაც ალბათ ხელი შეუწყო, რომ ოპოზიციას ეს თემები კიდევ ერთხელ დღეს ამ სტუდიაში გაიაქტიურებინა. პრობლემა ის კი არ არის, რომ პრეზიდენტს უცხოელი სტუმარი კაფეში მიყავს. პრობლემა ის არის, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი იმდენად აგრესიულია, რომ თავისუფლებას აძლევს ამ დროს მიუვარდეს და ხელი შეუშალოს იმ ინვესტორსაც და გარშემო მცხოვრებ ადამიანებსაც. აი ეს არის პრობლემა და არა ის, რომ პრეზიდენტს სტუმარი იყავს სავაჭრო რესტორანში. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მე გადავაცილე ჩვენს დროს, თუმცა ალბათ დამეთანხმებით შეკითხვები, რომელიც უნდა დაგვესვა ბატონი დავითისთვის, ნამდვილად ითხოვდა თავის პასუხებს. აი ასეთი იყო დღევანდელი პოლიტიკური კვირა. მე გემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით თქვენთან ერთად გამოვთქვამ იმედს, რომ იქნება მშვიდობიანი კვირა. კარგად გზარდებოდეთ ზუსტად 20 საათზე პირდაპირ ეთერში ჩვენ კვირას დავბრუნდებით. ნახვამდის.